სოციალური იზოლაცია ერთ-ერთი რისკის ფაქტორია ალცჰაიმერის და ზოგადად დემენციის განვითარების. თითქმის ყოველი მეორე, ყოველი მესამე, ასე ვთქვათ, პაციენტი ან ოჯახის წევრი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც თავი დაანება სამსახურს, დაეწყო ეს სიმპტომები. ჩემ გარშემო ესე ვიტყოდი, რომ მაქსიმუმი რაცაც აკეთებენ ხოლმე ადამიანები არის კერძო დამხმარე ადამიანის მოყვანასახში, რომელიც როგორც წესი ღამე არჩევა და ღამე კიდე დემენციის მქონე ადამიანებისთვის ღამე კიდე ცალკე პერიოდია, ძალიან მნიშვნელოვანი. რა შემთხვევაში აკითხავს? რა შემთხვევაში უნდა აკითხავდეს და მერე დიაგნოსტირებისთვის რა პროცედურებს გადის? მაგალითად ერთ-ერთი რჩევაა, რომ პაციენტმა დაიძინოს შედარებით განათებულ გარემოში. ანუ ცხადია, არ უნდა იყოს ასეთი სინათლე, დღის სინათლე, მაგრამ სადღაც სინათლის წყარო უნდა იყოს იმისათვის, რომ პაციენტს რო გაეღვიძება ღამით, მას მithumetes ძილი დარღვეული აქვს და ესეთი ფრაგმენტული ძილი აქვს, რომ მას არ ჩავარდეს ესეთ დისტრესის მდგომარეობაში, ვერ იცნოს სად არის, ამის გამო განუვითარდეს თქვა რაღაც შფოთვა. მე ვიტყოდი, რომ ალბათ პირველი რიგის ამოცანა სწორედ ესეთი პაციენტების მოვლის სისტემის აწყობა. მე ვფიქრობ, რომ ახლო მომავალში ჩვენ გაცილებით უფრო ეფექტურები ვიქნებით ამ დაავადების მართვის თვალსაზრისით. ბოლო ათწლეულების განმავლობაში მოსახლეობის სიცოცხლის გახანგრძლივებასთან ერთად ალცჰაიმერის დაავადება იქცა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და მედიცინის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. შესაბამისად, განსაკუთრებით უკანასკნელი წლების ფარგლებში მნიშვნელოვნად დაჩქარდა კვლევების ტემპი ახალ დიაგნოსტიკურ საშუალებებზე, მკურნალობის მეთოდებზე, ასევე ალცჰაიმერის მქონე ადამიანების მოვლის მიდგომებზე და ამ მხრივ დაგვიგროვდა კიდეც არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევა. თუმცა ამ პროგრესის პარალელურად განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის კითხვა, რას ნიშნავს ეს ყველაფერი საქართველოს კონტექსტში. ჩვენ ვიწყებთ ჯანსაღი დიალოგის მორიგი ეპიზოდის ჩაწერას ტრადიციულად ჩვენს მეგობრებთან პოდკასტ არიაში და ამ თემებზე სასაუბრობთ მე და ზურა დღეს უმასპინძლებთ სანდრო ცისკარიძეს, ნევროლოგს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო სანდრო მობრძანებისთვის, პატივია ჩვენთვის თქვენი მასპინძლობა. დიდი მადლობა, ძალიან მიხარია რომ ესეთ საინტერესო პროექტში ვიღებ მონაწილეობას. კეთილი, ზურა შენ ნებართვით დავსვავ პირველ შეკითხვას. აი ზუსტად ამ წინსვლაზე და ამ დინამიკაზე მინდა რომ გითხოთ პირველ რიგში ამ ალცჰაიმერის პარადიგმა და გაგება ბოლო ათწლეულების განმავლობაში სულ იცვლებოდა, ხო? განსაკუთრებით იმ მექანიზმების გამოვლენის ფონზე, რომელიც ხელს უწყობს ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას, რაც დღეს ვიცით და რაც ადრე არ ვიცოდით, ხო? ადრე ეს ითვლებოდა თითქოს გარდაუვალ დაავადება ზოგიერთი ადამიანისთვის, რომ ან დაგემართება, ან არა და თითქოს გვიან აღმოჩენადი დაავადებაც იყო, ასე ვთქვათ, უკვე სიმპტომების დაწყების შემდეგ და რაღაცა არც ისიც ვერ ხერხდებოდა, რომ ერთის მხრივ დროულად აღმოჩენილიყო, მერე ამისი შეკავებაც პრობლემა იყო და კონკრეტულად იზოლირებულად მეხსიერების პრობლემით მიმდინარე ხანდაზმულთა დაავადებად ითვლებოდა. თუმცა დღეს უკვე მეცნიერება, მედიცინა სხვანაირად ალაპარაკდა ალცჰაიმერის დაავადების შესახებ. გამოიყო კონკრეტული ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას. ეს გვაფიქრებინებს იმაზე, რომ პრევენციაც შეიძლება შესაძლებელი იყოს შესაბამისად, ხო? აი სწორედ ეს მაინტერესებს თქვენგან ადამიანისგან, რომელსაც ქართული და არა მხოლოდ ქართული ნევროლოგიის, ასე ვთქვათ, პულსზე გიდევთ ხელი, ამდენი 10 წლეულია უკვე აი თქვენს ხელში გაია ამდანმა პაციენტმა, მათ შორის დემენციის მქონე პაციენტმა, ხო? აი თქვენ როგორ უყურებთ, აი რა შეიცვალა, რა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ალცჰაიმერის დაავადებამ, ის გაგებამ ამ დაავადების და სად ვართ დღეს? ძალიან ისეთი საინტერესო და კომპლექსური საკითხია. ზოგადად დემენციები და განსაკუთრებით ალცჰაიმერის დაავადება, რომელიც დემენციის გამოწვევი ყველაზე ხშირი მიზეზია. და როგორც სწორად აღნიშნე, იმდენად გავრცელებულია, რომ სერიოზული სოციალური, არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სოციალური, ეკონომიკური პრობლემაა. უზარმაზარი ტვირთი აქვს ამ დაავადებას საზოგადოებაზე. თქვენ როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებს მოგეხსენებათ ეს და უზარმაზარია დანახარჯები. იქ ციფრები ესეთი ასტრონომიულია. შეიძლება არც მოვიყვანოთ, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. და შესაბამისად ყოველთვის დიდი იყო ინტერესი ამ დაავადების კვლევისა, როგორც მისი მექანიზმების
გამოწვევი მიზეზების და შემდგომ თქვათ განვითარების მექანიზმების, ისეც ცხადია პრევენციის და მკურნალობის. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში და აწლეულების განმავლობაში ეს განსაკუთრებით მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში იყო, საკმაოდ ისეთი ხელშესახები წარმატებები იყო დაავადების მექანიზმების კვლევაში. აი ეს რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებს, პრევენცია და მკურნალობა, პრაქტიკულად არ არსებობდა ამ დაავადების და დღესაც რომ გითხრათ სიმართლე, ძალიან ეფექტური საშუალებები, ეფექტიანი საშუალებები პრევენციისა და მკურნალობისა არც ახლა გვაქვს. თუმცა ძალიან ბევრი პოზიტიური სიგნალი გვაქვს და სწორედ ალბათ ეს არის ის, რაც თქვათ განსაკუთრებით ცვლის აი ამ დაავადების მიმართ ყურადღების პარადიგმას ბოლო დროს და კვლევების ალბათ გაათმაგებას, შეიძლება გაასმაგებას და ასე შემდეგ. კეთილი, შეგვიძლია თუ არა რომ ამ მექანიზმებიდან და ფაქტორებიდან, რომლებიც ხელს უწყობს ალცჰაიმერის დაავადებას, გამოვყოთ და ჩამოვთვალოთ რამდენიმე, ანუ ადრე როგორც თქვი, რაღაცა კონკრეტულ დაავადებად მიიჩნეოდა აი მე-20 საუკუნემდე არც ვიცოდით იმ მექანიზმების შესახებ, რაც უწყობდა ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას ხელს. დღეს თუ არის აი მაგალითად ადამიანები რომლებიც გვისმენენ რაღაცა დანერგონ ცხოვრების წესი იმგვარად, რაც შეამცირებს სამოვალოდ ალცჰაიმერის განვითარების რისკს. ცხადია ეს ერთი ფაქტორი არ იქნება, მულტიფაქტორულია. აი რა ფაქტორები გვაქვს იდენტიფიცირებული დღეს, აი ამაზე რო ვთქვათ. ხო, ანუ ეს პრევენციაზე ვსაუბრობ ჩვენ ახლა ამ წუთში და აი სანამ თქვათ აი ამ ფაქტორებზე ვისაუბრეთ, ძალიან მოკლედ მინდა ზოგადად აი ამ დაავადების ეს განვითარების კონცეფციების ევოლუციაზე გითხრათ. ესე იგი, თვითონ დაავადება სახელდარქმეული იყო მე-19 საუკუნის ბოლოს. მეცნიერი იყო და ექიმი ძალიან ცნობილი, ალცჰაიმერი, ვის სახელით დაერქვა. ვინც აღწერა პირველი შემთხვევა ალცჰაიმერის დაავადებისა და შემდგომ აწლეულების განმავლობაში, ხო, მაშინვე ინახა თქვათ ის მორფოლოგიური საფუძველი, რომელიც ამ დაავადებისთვის არის დამახასიათებელი ძალიან სწრაფად. და ეს დაავადება წლების განმავლობაში მიჩნეული იყო როგორც ესეთი სიზარღვოვანი დაავადება. ანუ თავის ტვინის სიზარღვების პრობლემა და სიტყვა სხვათა შორის ალცჰაიმერის დაავადება მოსახლეობაში ხშირად ასოცირდება სკლეროზთან. სკლეროზი ძალიან საინტერესოა, ეს თქვათ ეს სახელი რატომ მოვიდა და რა ჩვენთან იყო თუ აი სწორედ ამაშია საქმე, რომ ეს ყველაფერი, ესე იგი, მიჩნეული იყო ათეროსკლეროზის შედეგად. ათეროსკლეროზი მოგეხსენებათ რაც არის ჩვენ მოსმენელმა ციცის კარგად, ეს არის სიზარღვების დაზიანება, რომელიც სიზარღვებს ავიწროებს, იქ აჩენს ათეროსკლეროზულ ფოლაკებს და შესაბამისად იცვლება სისხლის მიმოქცევა იმ სამიზნე ორგანოებში, რომელსაც მიემართება ეს სიზარღვე. ჩვენ ამ შემთხვევაში ლაპარაკობთ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ანუ თავის ტვინზე და ანუ თავის ტვინის სიზარღვების ათეროსკლეროზით განპირობებული ეგონათ წლების განმავლობაში ალცჰაიმერის დაავადება. ანუ დეგენერაციული დემენციების მთელი ჯგუფი, რომელშიც ალცჰაიმერის დაავადება, როგორც მოგახსენეთ, ერთ-ერთი ყველაზე ხშირია. ეს ასე ვთქვათ, შეხედულებები მე-20 საუკუნეშიც აწლეულების განმავლობაში გაგრძელდა და მხოლოდ 70-იან წლებში მე-20 საუკუნისა მთელი სერია ჩატარდა კვლევების, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ათეროსკლეროზული დაავადება სხვა ტიპის დემენციას იწვევს. ვასკულური. ეგრეთ წოდებულ ვასკულურ, ანუ სიზარღვოვან. მაშინ ამას დაერქვა მულტიინფარქტულ დემენციას. ანუ სიზარღვების დაზიანების გამო ვითარდება ინსულტები, ინფარქტის კერები თავის ტვინში, რომელიც იწვევს ცხადია, ხა დიდი რაოდენობით. ინფარქტის კერები თავის ტვინში იწვევს იმ ფუნქციების დაქვეითებას, პირველ რიგში კოგნიტური ფუნქციების დაქვეითებას, რომელიც დამახასიათებელია დემენციის სინდრომისათვის. და აი აქ ამ დროს დაიწყო სწორედ გამოყოფა, აი და მოხდა დიფერენციაცია ორი დიდი ჯგუფისა დემენციების, პირველადად დეგენერაციული, რომელსაც მიეკუთვნება ალცჰაიმერის დაავადება და სიზარღვოვანი დემენცია. და ნუ ასევე წლების განმავლობაში, სადღაც 21 საუკუნის დასაწყისამდე მიჩნეოდა ეს ორი ერთმანეთისაგან პრაქტიკულად სრულიად განსხვავებული დაავადებებია, როგორც ეტიოლოგიის თვალსაზრისით, ისე პათოგენეზის თვალსაზრისით.
მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა ესეთ აბსოლუტურ ასე თქვათ მიგნებად. როგორც ჩანს, ალცჰაიმერის დაავადების განვითარებაში სიზარღვანი ფაქტორებიც მიიღებს მონაწილეობას, გარდა იმ დეგენერაციული ფაქტორებისა. ამაზე ვისაუბრებთ ალბათ, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ხდება ტვინის ატროფია, ეს ატროფია განპირობებულია გარკვეული ტოქსიური ნივთიერებების, ცილების ჩალაგებით თავის ტვინში. ეს სწორედ ეს დეგენერაციული კომპონენტი, მაგრამ სიზარღვანი კომპონენტი, ასე ვთქვათ, თავის როლს თამაშობს, ხშირად ტრიგერია გამშვები ამ დეგენერაციული პროცესებისა თავის ტვინში და ახლა ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალცჰაიმერის დაავადება ცხადია ეს დეგენერაციული დაავადება, მაგრამ საკმაოდ დიდი როლი მიეკუთვნება მის განვითარებაში სიზარღვოვან, ასე ვთქვათ, კომპონენტსაც. ამიტომაც თუ დაუბრუნდები სანდრო იმ შეკითხვას, რომელიც დამისვი, ესე იგი პრევენციის შესახებ როგორ ვიფიქროთ და რა შეიძლება გავაკეთოთ. აი ჩვენ შედარებით ადვილია სიზარღვოვან რისკ ფაქტორებზე ზემოქმედება და სიზარღვოვანი დაავადების პრევენციას ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ხო, ცხოვრების ჯანსაღი წესიდან დაწყებული, თქვათ იმ რისკის ფაქტორების მართვით დამთავრებული, რომელიც იწვევს სიზარღვოვან დაავადებას. არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, ჭარბი-წონა, თამბაქოს მოხმარება, დიდი რაოდენობით ალკოჰოლი და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ აი ამ სიზარღვოვანი რისკ ფაქტორების სწორი მართვით გარკვეულწილად შეგვიძლია, ასე ვთქვათ, მოახდინოთ ალცჰაიმერის დაავადების პრევენციას. და აღმოჩნდა, რომ ცალკე 20% შემთხვევაში ჩვენ აი ამ რისკის ფაქტორების მართვით შეიძლება ყოველ შემთხვევაში თუ სრულად ვერ მოვახდენთ ამის პრევენციას, გადავადება მაინც მოვახდინოთ ამ დაავადების დასაწყისის, რაც ასევე ვფიქრობ მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, შედეგია ესეთი სამედიცინო ინტერვენციების. აქ მხოლოდ სიზარღვოვანი რისკის ფაქტორები არ არის, აღმოჩნდა, რომ ბევრი სხვა ფაქტორიც მოქმედებს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სოციალური ინტერაქცია. ანუ სოციალური იზოლაცია ერთ-ერთი რისკის ფაქტორია ალცჰაიმერის და ზოგადად დემენციის განვითარების. მათ შორის ვასკულური დემენციის. მათ შორის ვასკულურიც, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ალცჰაიმერის დაავადების. აი შეიძლება გაგიკვირდათ, მაგრამ სმენის დაქვეითება. სადაც 8%-ია მისი ხვედრითი წილი შემდგომ დემენციის განვითარებაში. იმიტომ ადამიანი ვერ იღებს სრულფასოვნად ინფორმაციას. სტიმული არ არის საკმარისი. სტიმული საკმარისი არ არის და ამის გამო ტვინი, მოდით ესე ბჭყალებში ვთქვათ, ზარმაცდება და ეს ტვინის გაზარმაცება და ნაკლები აქტივობა ასევე რისკის ფაქტორია დემენციის განვითარებისა. ზოგადად ითვლება, რომ რაც უფრო მეტად ტრენირებულია თავის ტვინი, მით უფრო ნაკლებია დემენციის განვითარების რისკი და ან თქვათ თუ დემენცია აუცილებლად უნდა განვითარდეს ასეთ ადამიანს, ის უფრო გვიან სტადიაში დაემართება ცხოვრების გვიან ხანაში და შეიძლება შედარებით რბილად მიმდინარეობდეს სხვა შემთხვევებში. და მე არაერთ ადამიანზე მსმენია და მეც ვიცნობ და ვიცნობ პირადად, რომლებსაც დემენციის სიმპტომები, მათ შორის ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომები მას მერე დაეწყოთ, რაც ასე ვთქვათ, გავიდნენ პენსიაზე. დაანებეს სამსახურს თავი, შესაბამისად სოციალური ინტერაქციების რაოდენობა მას იკლო, სახლში ყოფნამაც იკლო, თუ იქ პირველი რიგის ნათესავი ან მეუღლეც, თუ მარტო ცხოვრება, თუ კიდე იყო იქ ერთ-ერთი ფაქტორი, რისკი კიდე უფრო იზრდებოდა და სწრაფად პროგრესირებდა ეს დაავადება. ამიტომ ეს ნამდვილად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორია. სრულად გეთანხმებით, ჩემ პრაქტიკაშიც აი თითქმის ყოველი მეორე, ყოველი მესამე, ასე ვთქვათ, პაციენტი ან ოჯახის წევრი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც თავი დაანება სამსახურს, დაეწყო ეს სიმპტომები. შეიცვალა ის ემოციურად, შეიცვალა ქცევა და ეს რაც თავარი, ეს ინტელექტუალურ მეხსიერებითი ცვლილებები დაიწყო, რომელიც მერე შემდგომში პროგრესირებს და ეს გახდა საფუძველი ექიმთან მიმართვის და ასე შემდეგ. ხო. ბატონო, ალბათ რომ გადაცემის ცდილობაში ალბათ იმაზეც ვილაპარაკებთ, ასეთ სიტუაციაში ადამიანმა როგორ არ უნდა დაკარგოს ფორმა, ასე ვთქვათ, თავის თვითის მუშაობის, მაგრამ ზურა. ხო, აქ როცა ჩვენ მექანიზმებზე ვსაუბრობდით, ხო, კიდე ერთი საკითხი, რომელსაც ბოლო პერიოდში ხშირად ხდება ხოლმე სტატიები, ეს ინფექციური აგენტების მიერ გამოწვეულ სხვადასხვა დაზიანებებზე, მათ შორის სისხლძარღვოვან ნაწილში, თავის ტვინზე ზემოქმედების, ასევე ის ბეტა ამილოიდების წარმოქმნის მექანიზმში მათ მონაწილეობას, მაგათ ჰერპეს ვირუსების. ხო, აი ბოლო ის 2 წელია ფაქტობრივად ხარ რასაც ვაკვირდები, იყო ჩუტყვავილის შესაძლო ზეგავლენის შესახებ, რაკის ვარიცელა ზოსტერის ვირუსით არის გამოწვეული და შემდგომში რჩება ორგანიზმში. ფაქტობრივად ხარ რაზეც თქვენ ამბობდით, ესე რომ ვიხსენებდი, თითქმის ყველა ფაქტორზე ახდენს ზეგავლენა. აი სისხლძარღვოვან ფაქტორზეც ახდენს ეს დარჩენილი ჰერპეს ვირუსი,
თავის ტვინზეც ახდენს გავლენას ამავდროულად აი ამ ამილოიდების წარმოქმნაში მონაწილეობს და რეალურად ერთგვარი პრევენციის საშუალება ეს არის ხო ინფექციური დაავადებების პრევენციით რისი პრევენცია შესაძლებელი არის რეალურად ამის რისკსაც ვამცირებთ ხო აი ამ ახალი კვლევების მიხედვით ეგრე გამოდის მაგრამ ეს რამდენად ხელშესახებია დღეს და რამდენად სამედიცინო პრაქტიკის ნაწილია როცა პრევენციაზე ვლაპარაკობთ რომ ესეც არის თუ არა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი ინფექციური დაავადებები ეს თეორიები ძალიან ახალია და ასე ვთქვათ მოდაშია ბოლო დროს და ცხადია ინფექციური დაავადებების როლი ძალიან ბევრი დაავადების შემდგომში ქრონიკული დაავადების განვითარებაში საკმაოდ მნიშვნელოვანია. სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა გამოწვევები განიხილებოდა მაგალითად აი სულ ახლა შემხვდა მაგალითად სტატია, რომელიც ძალიან სერიოზულ ჟურნალში იყო გამოქვეყნებული, პირის ღრუს ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე, თქვათ ათეროსკლეროზული და მეტიც, ესე იგი, ეგრეთ წოდებული ფლოსის გამოყენება, რამდენად თუ რეგულარულად არის გამოყენებული, რამდენად ამცირებს სიზარღვანი კარდიოვასკულური, ასე ვთქვათ, დაავადებების განვითარების რისკს. ეს ყველაფერი გულისხმობს იმას, რომ თქვათ ჩვენ სადღაც გვაქვს მოგვეპოვება რაღაცა ინფექცია, ეს იქნება პირის ღრუში თუ ეს იქნება ჩვენს თქვათ ნერვულ განგლიებში, როგორც ვარიცელა ზოსტერის ვირუსმა იცის და შემდგომ არავინ არ იცის რა მავნე გავლენას ახდენს ამ ვირუსის პერსისტირება ორგანიზმში, თქვათ ამ სხვადასხვა დაავადებების განვითარების თვალსაზრისით. და ასეთი ვირუსი ძალიან ბევრია და ასეთი გამოწვევები ძალიან ბევრია. ჰერპეს ვირუსები პრაქტიკულად ეს ისეთი ვირუსებია, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმში, ასე ვთქვათ, მდგომარეობაშია, თუმცა ეს და რაღაც პერიოდში აქტიურდება, როდესაც იმუნიტეტის რაღაცა ის ძვრები ვითარდება, მაგრამ თუნდაც აი ამ არაგააქტივებული ვირუსმაც შეიძლება რაღაცა ასე ვთქვათ, ასე გავლენა მოახდინოს. აი ეს ბოლო დროს მაგალითად აქ სხვა დაავადებაზეა საუბარი, თქვათ გაფანტულ სკლეროზი, რომელიც ასევე სერიოზული პრობლემაა ნევროლოგიაში და ზოგადად ისეთი გავრცელებული დაავადება, აღმოჩნდა რომ იქ ეპშტეინ-ბარის ვირუსი ასევე ჰერპეს ვირუსების ერთ-ერთი სახეობა მისი არსებობა და მისი ასე ვთქვათ იმ მდგომარეობაში ყოფნა, რომელიც აქტიურობას არ გულისხმობს, ვთქვათ, ანუ ადამიანს არ აქვს მწვავე, ვთქვათ, ეპშტეინ-ბარის ვირუსით გამოწვეული ავადმყოფობა, ვთქვათ, როგორც არის მონონუკლეოზი, მას შეიძლება გადატანილი აქვს, ან შეიძლება არც არ გადატანილი, მაგრამ ეპშტეინ-ბარის ვირუსმა რაღაცა ზეგავლენა მოახდინა იმუნურ სისტემაზე და შემდგომ ეს განვითარდა ავტოიმუნური დაავადება, როგორც არის ალცჰაიმერის დაავადება. სხვა შორის არ არის გამორიცხული, რომ იგივე მექანიზმები მუშაობდეს აი დეგენერაციული დემენციების შემთხვევაში, იმიტომ რომ ანთება ინფლამაცია, რომელიც ყოველთვის თანხლებია, თქვათ, ან ვირუსული ინფექციის, ან თქვათ, სხვა ესეთი ანთების ისინიც არსებობს, ესეთი ავტოიმუნური ანთებები. ისინი ძალიან ესეთი ანთების შემთხვევაში ასევე შეიძლება იყოს ძალიან გამოხატული გავლენა ამა თუ იმ დაავადების პათოგენეზზე. და აი თქვენ რაც თქვით, ეს ბეტა-ამილოიდის დაგროვება არის ასეთი თეორიები, ეს ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, აი ესეთი გამოწვევები, ინფექციური გამოწვევების გარკვეული როლი. რაც შეეხება პრევენციას, პრევენცია რასაკვირველია ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ძალიან რთულია, ხო, ყველა ინფექციური პათოლოგიის წინააღმდეგ, გამოწვევის წინააღმდეგ, თქვათ, რაღაცა აცრის შექმნა ან გამოყენება, თუმცა აცრას თავისი მნიშვნელობა აქვს, სხვა შორის ახლა რაღაც ბოლო პერიოდში კნინდება აცრების მნიშვნელობა, ზოგადად ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სერიოზული და სახიფათო ტენდენციაა, რომელმაც ძალიან მცირე ხანში შეიძლება ძალიან ესეთი სავალალო შედეგები მოგვცეს და აი ამ უშუალოდ თქვათ ასეთი მექანიზმების გათვალისწინებით, შესაძლო მექანიზმების გათვალისწინებით და გარდა ამისა უშუალოდ იმ დაავადებების თქვათ თავიდან ეპიდემიების და ზოგჯერ პანდემიების გაჩენით, რომელიც ძალიან ეფექტიანად იმართებოდა აცრების საშუალებით. სხვა შორის ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო და პროფილაქტიკისათვის ძალიან აქტიურად შეისწავლება და მეორე ფაზის კვლევებია უკვე ესეთი ეგრეთ წოდებული აქტიური იმუნიზაცია. ანუ გამომწვევი დაავადების ეს არის ცილა, შესაბამისად ცილის საწინააღმდეგოდ შეიძლება თქვათ არტისხეულების მიღება, შეიძლება პასიური იმუნიზაციით და ეს თანამედროვე მკურნალობის მეთოდები, მონოკლონური ანტისხეულები, ალბათ ამაზე ვისაუბრებთ. ეს სწორედ ესეთი პასიური იმუნიზაცია და არსებობს კიდევ აქტიური იმუნიზაციის გზით. ანუ ჩვენ შეგვყავს ანტიგენი ადამიანის ორგანიზმში, ისე როგორც
ბევრი სხვა ასე ვთქვათ ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში, აცრის შემთხვევაში უბრალოდ და თვითონ ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულს აი ამ გამომწვევის მიმართ, ამ ცილის მიმართ და შესაძლებელი ეს გახდეს საფუძველი იმისა, რომ შემდგომში ეს ცილა ამ ადამიანს აღარ განუვითარდება უკვე ასაკთან ერთად. ანუ ეს ძალიან საინტერესო მიმართულება, რომელიც აქტიურად იკვლევა ახლა. ხო. ალბათ აქ ხო მეც რამოდენიმე ვკვლევა ნახი მაქვს და ნიშნულოვანი რისკი იყო ის, რომ კონკრეტულად მიზანმიმართულად იმ ცილაზე ყოფილიყო შეტევა და გვერდითი ზიანი არ მოხდარიყო ამ ირგვლივ მდებარე ქსოვილები. სწორედ ეს აქტიური იმუნიზაციის კვლევები სწორედ აი ამ პრობლემას წააწყდა, რომ ზოგადად ეს მომატებული ესეთი ანტისხეულების წარმოქმნა, რომელიც არა მხოლოდ იმ კონკრეტული იმის მიმართ არის აქტიური ცილის, არამედ ზოგადად ავტოიმუნურობას იწვევს და ბევრი გართულება შეიძლება მოქცეს. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ცხადია დაფიქსირებულია და ახლა ცდილ არის მცდელობები, რომ თქვათ აი ეს ფაქტორები თანდათანობით რაღაცნაირად გამორიცხული იყოს და ზემოქმედება მოხდეს. ყოველ შემთხვევაში ეს ერთ-ერთი მე ვფიქრობ არა მხოლოდ მე ვფიქრობ ამას ცხადია, ესეთი პერსპექტიული მიმართულება ამ დაავადების პრევენციის. კი ბატონო, აი როცა ჩვენ ახლა ვსაუბრობთ აი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ტვირთი, რომელიც ახლავს ხო და თქვენ ახსენეთ ახლა რომ ძალიან ძვირი ჩდება და ეს რასაკვირველია სერიოზული პრობლემა. ამის გარდა არიან კიდევ ადამიანები, ხო, ოჯახის წევრები, რომლებიც ჩართულები არიან მე ამ პაციენტის მოვლის პროცესში. და ესეც მრავალმხრივი ზეგავლენაა, ხო, ეკონომიკური თვალსაზრისით, ასე შემდეგ, ბევრი თვალსაზრისით არის. დაახლოებით რო წარმოვიდგინოთ, ახლა ჩვენ დაახლოებით როგორ სტატისტიკაზე ვსაუბრობთ, ალცჰაიმერის და მაგის მიხედვით მე შეგვიძლია წარმოდგენა შევიქნა დაახლოებით რამდენი ადამიანია მაგალითად საქართველოში აი ამ პროცესში ჩართული, ხო, ვისაც შეიძლება ეს იყოს სერიოზული გამოწვევა. ეს რასაკვირველია უზარმაზარი გამოწვევა, უზარმაზარი ტვირთია ოჯახზე, ოჯახის წევრებზე. ოჯახის წევრებზე, პარტნიორებზე, ახლობლებზე, ზოგჯერ ნათესავებზეც არ არის აუცილებელი უშუალოდ ოჯახში მაცხოვრებელი ადამიანისთვის იყოს ეს ტვირთი, როგორც ფსიქოლოგიური, ისე სხვადასხვა ტიპის ტვირთი. ნებისმიერი ადამიანისთვის თუნდაც მეგობარი ან ახლო ნათესავი, რომელსაც ეს დაავადება აქვს, ეს ყველაფერს თავი დავანებოთ, ფსიქოლოგიური ტვირთი და სტრესია, რომელიც ხელს გიშლის შენ თქვათ რაღაც ნორმალურ ფუნქციონირებაში. და ოჯახის წევრებს რაც შეეხება, მომვლელებს რაც შეეხება, ეს წარმოუდგენლად დიდი ტვირთია. ჩვენ თუ წარმოვიდგენთ, რომ თქვათ ზოგადად პოპულაციებში, სხვადასხვა პოპულაციებში და განსასწრებლად თუ ვიტყვით, რომ 65 წლის ასაკის პოპულაციის დაახლოებით 5-8% არის დაავადებული ამ დაავადებით, ხოლო 80 წლის ასაკის პოპულაციის, სადღაც 30-40%-ს აღწევს ამ დაავადებით ავადობა, ანუ პრევალენსია ამ დაავადებისა, მაშინ შესაბამისად შეგვიძლია დავთვალოთ, თქვათ, ერთი პაციენტი და თქვათ 3 ან 4 ოჯახის წევრი და შესაბამისად გადავითვალოთ. ეს არის წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა ადამიანებისა, რომელიც აი ესეთ მუდმივი სტრესის მდგომარეობაში იმყოფებიან და არა მხოლოდ სტრესის, არამედ აი ესეთი მათ აქვს პრაქტიკულად დაკავებულები არიან ხშირად, მხოლოდ დაავადებული ადამიანით, ოჯახის წევრი მეუღლე იქნება თუ შვილი იქნება და პრაქტიკულად მთელ დროს ატარებს ასეთი დაავადების მქონე პაციენტთან, ადამიანთან, ახლობელ ადამიანთან და ეს მას მნიშვნელოვნად აფერხებს როგორც დამოუკიდებელ ადამიანს თავის საქმიანობაში. ბევრი თავსანებებს სამსახურს გადადის სრულიად ესე თქვათ აი ამ ასეთ ცხოვრების წესზე, როდესაც ძიმე ავადმყოფი ყავს სახლში და ეს განსაკუთრებით ესეთი კულტურის ქვეყნებშია, როგორც საქართველოა, სადაც ინსტიტუციონალიზაცია ასეთი პაციენტებისა სტიგმატიზებულია, სტიგმატიზებულია და თვითონ სისტემებიც არ არსებობს, რომელიც
რომელიც თქვა ამას აადვილებს და თქვა ამ ტვირთს ამცირებს. და თან ძვირად ღირებული აქ იმასაც მნიშვნელობა აქვს. რაც არის ის ძალიან ძვირად ღირებულია. რაც არის ის ეს საუკეთესო პრაქტიკებს აწარმოადგენს. აი როგორ არის განვითარებულ ქვეყნებში ისეთი პრაქტიკები, რომლებიც მოგწონს და დიდი სიამოვნებით ამნერგავდით ჩვენთან. რაც უფრო განვითარებული ეკონომიურად ქვეყანა, მით უფრო განვითარებული ეს მიმართულებაც ეგ აქსიომაა. სანუდა დიდი დისკუსია. შესაბამისად ეს სამსახურები თუ ეს სერვისები ძალიან განვითარებულია დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ძალიან განვითარებულია ჩრდილო ამერიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, განვითარებულია აზიის განვითარებულ ქვეყნებში. და სამწუხაროდ ნაკლებ განვითარებულია შედარებით დაბალი ეკონომიკური განვითარების ქვეყნებში. ვინაიდან ძალიან დიდ დანახარჯებთან არის პირველ რიგში ძალიან მარტივად რო თქვა ასეთი სერვისების შექმნა და ამ დანახარჯების გაღება უნდა შეეძლოს თქვა სხვადასხვა მოთამაშეებს, ხო, დაწყებული სახელმწიფოდან ძალიან ბევრი ქვემოქმედებითი მომენტი ძალიან დიდია, ძალიან ბევრი ესეთი ცენტრი არსებობს თქვა ამერიკის შეერთებულ შტატებში რაღაც დონაციებს. ანუ ის რაღაცა ფილანთროპია, რაღაც შემოწირულობები, ქვემოქმედებით მომენტი. არა თუ ასეთ ცენტრები, უნივერსიტეტები ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც აი ამ შემოწირულობით, ასე ვთქვათ, უზარმაზარი შემოწირულობებით არსებობს. აქ მით უმეტეს ეს მატერიალური, ასე ვთქვათ, ფინანსური ფაქტორი გადამწყვეტია. მეორე არის ვთქვათ ესეთი აი სოციალურ, კულტურალური, რომელიც ზოგიერთ ვთქვათ პოპულაციებს ხელს უშლის, რომ მარტივად გააკეთოს ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე, ვთქვათ ცხოვრების წესზე, მაგალითად საქართველოში აი ესეთი ჩვენ ეხლა ბოლოს კი იცვლება ეს, მაგრამ ეს დამახასიათებელი ესეთ გაფართოებულ დიდ ოჯახებში ცხოვრება, extended family ქვია ამ ტერმინს, ვთქვათ აი ესეთი სოციოლოგიაში და ეპიდემიოლოგიაში. და სხვა შორის გარკვეულწილად ითვლება, რომ პაციენტის ყოფნა ასეთ გარემოში მისთვის უფრო სარგებლიანია. მეორე მხრივ ეს არის უზარმაზარი ტვირთი ამ ოჯახისთვის და ხო, ოჯახის სხვა წევრებისთვის და ეს ტვირთი და ეს ფსიქოლოგიური სტრესი ზოგჯერ არასწორ მოვლაში და არასწორ კომუნიკაციაში გარდაიქმნება პაციენტთან მიმართებაში. შესაბამისად ეს ასე ვთქვათ კომპლექსური პრობლემაა და ბუნებრივი ახლა ის მაგალითები რომელიც ჩვენ გვაქვს და ეს მაგალითები ყველა არის სხვათა შორის მტკიცებებზე დამყარებული. ანუ ის რომ ვთქვათ პაციენტი თავს უკეთესად გრძნობს და თქვათ მისი მოვლა გაცილებით უფრო კარგია თქვათ ასეთ ტიპის ცენტრებში თუ ასეთ ცენტრები არსებობს ეს არა მხოლოდ თქვათ რაღაც ისეთი სუბიექტური აზრია ვიღაც არამედ დამტკიცებულია სხვადასხვა კვლევებით ასეთ კვლევები ტარდება კარგად მოგეხსენებათ შესაბამისად ეს მიმართულება ძალიან საინტერესოა და განსავითარებელია აუცილებლად მით უმეტეს საქართველოში მე ვიტყოდი რომ თქვათ აქ ჩანასახოვანი დონეზეა თქვათ ასეთი სერვისების არსებობა და ძალიან დიდი გზა არის გასავლელი იმისათვის რომ ეს ოპტიმალური ფუნქციონირება იყოს ასეთი სერვისების. კი, საუკეთესო მაგალითი ერთ-ერთი რაც მახსენდება კითხვაშიც ქონდა ნიდერლანდებში არის ეგეთი ჰოგევაიკი ქვია სოფელი ფაქტობრივად დემენციის მქონე ადამიანებისთვის სადაც ანუ მარტო იმაზე კი არ არის რომ ანუ დეინსტიტუციონალიზებულია რეალურად ამ პაციენტების მოვლა ანუ მხოლოდ ის კი არა რომ რაღაც სამედიცინო გამწვავება ან მედიკამენტის დროულად მიცემა ან პროფესიული მოპყრობა ამ მიმართულებით მათი სოციალიზაციაც გათვალისწინებულია და ყოველდღიური ნორმალური აქტივობები ინტეგრირებულია მათ ყოფაში. ანუ ჩვეულებრივად პარკია, რაღაც კაფეა, სადაც ეს ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობენ და რა თქმა უნდა მეთვალყურეობის ქვეშ ამ მოვლენების და შესაბამისი სპეციალისტების. თუმცა ეს ჩვენი გადმოსახედიდან აი ოცნებად და ზღაპრად მოჩნდება. ახლა წარმოვიდგინეთ რამხელა, ეს არის ძალიან ალბათ ყველაზე მოწინავე ხალხებში ტექნოლოგია, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა ასეთი დაავადების მქონე პაციენტების მოვლის თვალსაზრისით, მაგრამ წარმოიდგინეთ რამხელა დანახარჯე, ჯერ ამ სოფლის აშენება, აგება. მერე ეს რაღაც ამ ინფრასტრუქტურის განვითარება შიგნით აი ამ იმაში, ამ სოციო იმაში. მერე სპეციალისტების მომზადება, ესე იგი თითოეული მოღვაწე ადამიანი, მომუშავე ადამიანი უნდა იყოს კარგად და სწორად მომზადებული. ხო. და მერე კიდევ ასეთი ადამიანების პაციენტების შენახვა. ნუ ეს არის წარმოვიდგინოთ დიდი დანახარჯები, რომელიც მაგრამ ხარჯ-ეფექტური. საბოლოო ჯამში ხარჯ-ეფექტურია. საერთოდ თუ მეც გავითვალისწინებთ იმას, რომ ტრილიონო
თანხაზე ვლაპარაკობთ ჩვენ, რომელიც ტვირთი არის ალცჰაიმერის დაავადების და დაახლოებით ამისი ნახევარი მოდის აი როგორც ეკონომიკური ტვირთი მაგას გულისხმობ, აი ზუსტად იმაზე რასაც თქვენ საუბრობდით, ხო ის ჩართული ადამიანები, ოჯახების წევრები, რომლებიც ხშირად ეთიშებიან მერე ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობას და ამ შემდეგ, ხო აი ამ ხელა თანხა ჯდება დაახლოებით ეს ყველაფერი და აქ აღებული ინვესტიცია შემდგომ ასეთი ინტერვენციებისთვის, რა თქმა უნდა, ამ შედეგებს მერე აუმჯობესებს და სხვა სურათს ღებულობთ ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში ოპტიმალურად გადანაწილება ხდება რესურსების და ალცჰაიმერის მქონე პაციენტები მაინც შედარებით ასაკოვანი პოპულაციაა და თუმცა არის საკმაოდ ხშირად ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანი ასე ვთქვათ სრულიად აქტიურია თავისი პროფესიული თუ ნებოთ სხვა ფუნქციების თვალსაზრისით და ამ დროს ემართება ეს დაავადება და ცხადია ეს ზარალი არაპირდაპირი ზარალი, რომელიც მოდის საზოგადოებაზე იმის გამო, რომ ეს ადამიანი ეთიშება თქვათ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობას, ეს ასევე გადაითვლება კონკრეტულად თანხებში და ეს თანხები საკმაოდ დიდია. კეთილი. აი რომ დაუბრუნდეთ საქართველოს რეალობად, ხა არ მინდა შემეშალოს, ამიტომ წავიკითხავ საქსტატის 2025 წლის 1 იანვრის მონაცემებს, სადაც ქვეყნის მოსახლეობის 6.6% უკვე 65 წლის და უფროსი ასაკისაა და ჩვენი საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა და ნუ ტენდენცია მაინც ძალიან ქვემოთ ზოგადად, მაგრამ ჩვენ თავთან შედარებით უკეთ ვართ რა, მაგრამ და კიდე ნუ ტენდენცია ალბათ იქითკენ წავა, რომ უკვე გაიზარდა. ზუსტი ეპიდემიოლოგიური მონაცემები არ არსებობს სამწუხაროდ, რამდენი პაციენტი გვყავს ჩვენ ზუსტად დემენციით მქონე და ანუ იქ დემენცია ხო კოლგა ტერმინი, ასე ვთქვათ, დემენციის ქვევით შიგნით კიდე ალცჰაიმერის დაავადება რამდენი დემენციის დაახლოებით 75% არის ალცჰაიმერის დაავადება. და ამ ფონზე, როდესაც არ გვაქვს პირდაპირ ეპიდემიოლოგიური მონაცემები, რაღაც აი ჩემთვის თქვენ როგორც ბრძანეთ, რაღაც ძალიან ფრაგმენტულია პოლიტიკის კეთება ამ მიმართულებით და სხვანაირად შეუძლებელიც იქნებოდა, ანუ ეს სიღრმისეული ეპიდემიოლოგიური თუ სხვა ტიპის კვლევის გარეშე, როგორ შეიძლება შენ ამ პრობლემას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხიდან, ასე ვთქვათ, გაუმკლავდე ან დაიწყო მასთან გამკლავება, თუ ზუსტად არ გაქვს მონაცემი და აქ მონაცემები არ არის მხოლოდ პრევალენტობაზე და გავრცელებაზე, ხო, იმ სპეციფიკაზე, პლუს რაც საქართველოში ახასიათებს ამ ალცჰაიმერის დაავადებას და ამ თუნდაც არაფორმალური ზრუნველობის კუთხით და ასე შემდეგ. ანუ აი თქვენ როგორც პრაქტიკოსი ექიმი, ხო, აი სად თქვენ პაციენტების შემყურე, ასე ვთქვა და მისი გარშემოყოფების შემყურე, აი სად ხედავთ იმ პირველ ნაპრალებს, რაც არის სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის ხარჯების გაწევით, რა თქმა უნდა, ამოსავსები, ანუ აი ჩემ გარშემო ესე ვიტყოდი, რომ მაქსიმუმი რაცაც აკეთებენ ხოლმე ადამიანები არის კერძო დამხმარე ადამიანის მოყვანასახში, რომელიც როგორც წესი ღამე არჩება და ღამე კიდე დემენციის მქონე ადამიანებისთვის ღამე კიდე ცალკე პერიოდია, ძალიან ძლიერ მნიშვნელოვანი ნაწილია მისი ცხოვრების და ოჯახის ცხოვრების, როდესაც ასეთი პაციენტი ყავს სახლში. და არის ხოლმე ეს ნუ კერძო მომულელი ადამიანი, რომელსაც თანხას უხდიან, ან თუ სახსარი აქვს ადამიანს შესაბამისი და საცხოვრებელში მოკლედ გადაყვანა ამ ადამიანის. თუმცა ეს ადგილების რაოდენობაც ცოტა მოკლედ სერვისების ხელმისაწვდომობაც პრობლემაა, როგორც ესეთი რომ ძგინდოდეს რა და თუ რაც არის კომერციული, არის ძალიან ძვირადღირებული. ამიტომ აი ეს მაინტერესებს, შეიძლება ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხია უფრო მეტად, მაგრამ მაინც მინდა რომ გკითხოთ როგორც ექიმს, რომ აი ეს პირველი ნაბიჯები რა შეიძლება იყოს, რაც აი ამ ტიპის აი საშუალო ეკონომიკის ეხლა საშუალო დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყანამ შეიძლება გადადგას, ჩვენთან კი ძალიან საშუალო მაღალი შემოსავლებისაში ვართ უკეო, მაგრამ ნუ საშუალო შემოსავლის ქვეყანამ გადადგას, რომ რაღაცნაირად აი ეს ტვირთი შეუსუბუქდეს როგორც დემენციის მქონე და ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანებს, ასევე მათ მომვლელებს და მზრუნველებს. ნუ ეს ძალიან საინტერესო თემაა და ისეთ კომპლექსური და ეს შეკითხვა შეიცავს ბევრ კომპონენტს. ხო, რაც შეეხება თვითონ სიტუაციის შესწავლას, ესე იგი, რაც აი შეკითხვის დასაწყისში იყო საუბარი იმაზე, რომ ვთქვათ, არსებობს თუ არა
სპეციფიკური კვლევები, ეპიდემიოლოგიური კვლევები, რომელიც ზოგადად მედიცინაში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწავლობს თქვა დაავადების გავრცელებას, სიხშირეს, სიკვდილობას, აი იმ სხვა კიდევ ფაქტორებს, სოციალურ, ეკონომიკურ თუ თამდევ ფაქტორებს, რომელიც იდეალური ეპიდემიოლოგიური კვლევა ამ ფაქტორებსაც სწავლობს. სამწუხაროდ ეს ჩვენ არ გვაქვს ასეთი მონაცემები, ვინაიდან ასეთი კვლევების ჩატარებაც ასევე ძალიან რთულია, იმიტომ რომ ძალიან ხარჯიანია. ისეთი კვლევა, რომელიც ზუსტ მონაცემს, მეტნაკლებად ზუსტ მონაცემს გაძლევს. აქ ჭირდება კარდაკარ დავლა, აქ ჭირდება თქვა რაღაც პოპულაციის შერჩევა და ყველა შემთხვევის გამოვლენა, რაც ძალიან რთულია და ძალიან ბევრი განვითარებული ქვეყანაც კი ვერ აკეთებს ამას. ამიტომაც ხდება უფრო მეტად თქვა მოდელირება, ექსტრაპოლაცია, რაღაც მონაცემების აღება, თქვა ესეთ ნიმუშად და შემდგომ გადაანგარიშება თქვა ისე როგორც აი სწორედ მოსახლეობის სტრუქტურის გათვალისწინებით ასაკობრივ სტრუქტურას გულისხმობს ხადია პირველ რიგში. შესაბამისად, თქვათ, იმისათვის, რომ ჯანდაცვითი ღონისძიებები განხორციელდეს, არ არის აუცილებელი, რომ ეს ეპიდემიოლოგიური სუსტი მონაცემი ქონდეს, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შეიძლება რაღაც მიახლოებითი მონაცემი ქონდეს და ჩვენ ვიცით, რომ ამ დაავადების ტვირთი ასეთივე დიდია ჩვენს ქვეყანაში და გავრცელება, პრევალენტობაც დიდია და როგორც სიკვდილის მიზეზი, დემენცია ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია, ხო? წინააღმდეგობათან ყოველ წელს. ხო, რასაკვირველია. და თანაც ვიცით, რომ ეს ესე იგი მოსახლეობის ხანდაზმულობის მატულობასთან ერთად, ჯერთი რაოდენობის მომატებასთან ერთად და ხანდაზმულობის ხვედრითი წილის მომატებასთან ერთად იზრდება ხვედრითი წილი ამ დაავადებისა და აბსოლუტური ციფრები მნიშვნელოვნად იზრდება. ამიტომ გარკვეული პროგნოზირება ჩვენ შეგვიძლია გამომდინარე ჩვენი ასაკოვანი სტრუქტურიდან და ჩვენი მოსახლეობის ასაკოვანი სტრუქტურიდან და ზოგადად იმ ტენდენციების შეფასებიდან, რომელიც არის სოციოლოგიაში თუ გახსოვთ. ამიტომაც ის რომ თქვათ რაღაცა მიზეზად ვერ გამოდგება ეს რომ არ მიზეზად გამოდგეს რომ ჩვენ ეს არ აგვაქვს და ამიტომ ვერ ვაკეთებ, რასაკვირველია ეს არ იქნება სწორი და მართებული. მე აი სწორედ აი პრაქტიკული გადმოსახედიდან ვიტყოდი თქვათ რა აწუხებს თქვათ პაციენტების ახლობლებს ან თვითონ პაციენტებსაც ძალიან ხშირად პაციენტი განსაკუთრებით დასაწყის სტადიაზე დაავადების საკმაოდ კრიტიკულია თავის მდგომარეობის მიმართ და გარკვეულწილად საღათ აფასებს თავის მდგომარებას. ნუ ეს დაავადების დებიუტში ძირითადად ხდება. აწუხებს ყველაზე მეტად სწორედ აი ეს მომენტები, რომელზეც იყო გამახვილებული ყურადღება, ესე იგი როგორ მოვუაროთ ასეთ პაციენტებს. აი მკურნალობა დაავადების იმდენად არ აინტერესებთ ხოლმე, ნუ ცხადია მკურნალობაც ინტერესებს ყველა პაციენტს და ცხადია ოჯახის წევრსაც, მაგრამ აი მისი მოვლის, იმიტომ რომ სწორედ მოვლა გამოდის ამ შემთხვევაში პირველ პლანზე. და არა ის რომ წამალი მივცეთ რაღაც კონკრეტული წამალი ამა და ამ საათზე და ამა და ამ დროს. ამ წამლის მიცემაც განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ პაციენტს რაღაცა დისტრესი აქვს, რაღაცა აწუხებს, რთული ამასთან კომუნიკაციის დამყარება ზოგჯერ და ხომ არ არსებობს ვთქვათ უნალობა თუ მედიკამენტი, რომელიც ამას შეამცირებს, მაგრამ ძირითადად მაინც აქცენტი მოდის მოვლაზე. ხამის პრობლემები, რაც აბსოლუტურად მართებულად აღნიშნე ასეთი პაციენტებს ხშირად აქვთ უძილობა, არის ხოლმე ბევრი ესეთი გამოვლინება, ფსიქომოტორული მოუსვენრობის, აღგზნების, ზოგჯერ ესეთი ფსიქოზური გამოვლინებები არსებობს, ჰალუცინოზი და ასე შემდეგ. ძალიან ტერორებსაც რო ედო. ხო, რასაკვირველია ძალიან რთული ასეთი პაციენტის მართვა სახლის პირობებში და ვთქვათ, მით უმეტეს ახლობელი არა სპეციალისტი, არა ექიმის მიერ. ამიტომაც მე ვიტყოდი, რომ ალბათ პირველი რიგი სამოცანა სწორედ აი ესეთი პაციენტების მოვლის სისტემის აწყობა. არ არის აუცილებელი რომ ეს იყოს თქვათ დაწესებულება, რომელიც მუდმივად იფუნქციონირებს. აი არსებობს მაგალითად დღის ცენტრები, სადაც პაციენტები გარკვეული პერიოდულობით, ზოგ შემთხვევაში ყოველდღიურად მიდის, ესე იგი მიყავს ოჯახის წევრს, ტოვებს ამ დღის ცენტრში, დღის განმავლობაში 10 საათი თუ 12 საათის განმავლობაში ეს პაციენტი იქ არის, ის არის სრულად სოციალიზებული, იმიტომ რომ იქ არიან მისი მსგავსი პაციენტები, მათთან ურთიერთობს და გარდა ამისა მას იქ უვლიან ესეთი მულტიდისციპლინური გუნდია როგორც წესი, რომელიც შედგება
სპეციალურად მომზადებული პერსონალისაგან, რომელმაც იცის როგორ თქვათ ჰიგიენური პროცედურები როგორ ჩაუტაროს ასეთ პაციენტს. თქვათ ეს სოციალური ინტერაქცია როგორ გაუადვილოს, როგორ ესაუბროს, როგორ მოეფეროს ზოგ შემთხვევაში, როგორ დატუქსოს ზოგ შემთხვევაში. ოღონდ ეს არ უნდა იყოს თქვათ ადამიანის თვითშემოქმედება. ამას ყველაფერს სჭირდება შესაბამისი განათლება. ამიტომაც თქვათ თუ ჩვენ ამით დავიწყებთ თქვათ განათლებით, აი როგორ მოუაროთ ასეთ პაციენტებს და ეს შეიძლება იყოს განათლების და თქვათ ესეთი სწავლების რაღაც კომპონენტები, როგორც პაციენტის ახლობლებისთვის და ოჯახის წევრებისთვის, ისე ვთქვათ, პოტენციური პერსონალისთვის, რომელიც ასეთ პაციენტს მოულის. აი ეს ამ მომენტით თუ დავიწყებთ, ყოველთვის რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ყოველთვის უნდა დაიწყოს რაღაც ცოდნის დაგროვებით და განათლებით და ამ შემთხვევაშიც ეს მე ვფიქრობ გადამწყვეტია. აი ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ უკვე აი ამ სერვისების განვითარებას. ჩვენ უნდა მზად ვიყოთ იმისათვის, რომ აი ეს ჩვენი ერთ დღე შეიძლება გაგვისცეს შესაძლებლობა რომ სერვისი განვავითაროთ, თუმცა ვერ განვავითარებთ თუ თქვათ შესაბამისი ცოდნა არ გვაქვს დაგროვებული და რაღაც ამ შემთხვევაში ჩვენ რაღაც დიდი ბარიერები გვაქვს ამ თვალსაზრისით. ამიტომ თუ ჩვენ ამის კიდევ ერთხელ ვთქვათ გავანათლებთ შესაბამის ადამიანებს, ასეთ შეიძლება იყოს სკოლები, პაციენტის ვთქვათ ახლობლებისთვის, ეს შეიძლება იყოს რაღაც ტრეინინგ კურსები, ეს შეიძლება იყოს რაღაც ვორქშოპები, სხვა შორის პოდკასტებიც მნიშვნელოვანია კი. აი სხვა შორის ასეთი ფენომენიც არსებობს, დემენციის კაფე. მე რაღაცა მოვისმინე რომ თბილისში თითქოს გაიხსნა ასეთი ტიპის თუ ვიპოვით ახსენაში და აუცილებლად შეიძლება ვწდები, მაგრამ რაღაცა ყველა ის სერვისი რაც ხელმისაწვდომია ვიდეოს აღწერაში აი რაღაცა ესეთი რაღაც შეიძლება მომესმა შეიძლება საქართველოში არის შეიძლება ხო wishful thinking აი ასეთ ტიპის კაფეები მაგალითად რას გულისხმობს ესე იგი პაციენტი თავის ოჯახის თავის მომლელთან ერთად მიდის სადღაცა ესეთ კაფეს ტიპის დაწესებულებაში იქ უსმენს მუსიკას, მსგავს პაციენტებს ესაუბრება, მირთმევს, რა ვიცი, ჩაის, ნამსხვრს ჭამს, რაღაც დროს ატარებს და არა მხოლოდ პაციენტი, არამედ მისი ოჯახის წევრი თუ მომვლელიც მასთან ერთად არის და აი აქ ასევე სპეციალისტების თქვათ თან კომუნიკაციის პროცესში რაღაცა ისე მიდის ოპტიმალური გზების დასახვა ასეთი პაციენტების მოვლის თვალსაზრისით. სწავლობს ის მომვლელი როგორ მოეპყროს პაციენტს რა გააკეთოს, ხდება აზრების გაზიარება, ეცეთ თემატიკა ძირითადად მაინც პაციენტის გარშემოა. ვიღაცა თავის გამოცდილებას უყვება, ვიღაცა რაღაც ცოდნა აქვს ახალი შეძენილი და შეუძლია გაუზიაროს სხვას. და ამასაც აი საკმაოდ აღმოჩნდა რომ საკმაოდ კარგი ეფექტი აქვს. ანუ ბევრი ასე ვთქვათ მიმართულება არსებობს, მაგრამ პირველ რიგში რასაკვირველია ჩვენ გვჭირდება სწორი ცოდნა იმისა რა შეიძლება გაუკეთოთ ასეთ პაციენტებს. ის დეფიციტიც გვაქვს და მაგის გამოძახილი ისიც რომ რაზეც სანდრო საუბრობდა როცა სტიგმა არსებობს და ასე შემდეგ ამ საკითხებთან დაკავშირებით მათ შორის ეს დღის ცენტრი იქნება თუ სხვა ტიპის დაწესებულება საზოგადოების რაღაცა ნაწილს ამაზეც ნამდვილად გეთანხმებით, იმიტომ რომ ვთქვათ ძალიან ბევრი ფიქრობს ასე რომ მე რომ ვთქვათ ჩემი ძვირფასი ოჯახის წევრი მივიყვანო იქ. ხო, ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ აი მან რაღაცა აი პასუხისგებლობა აიღო თავის გამზრდელ მშობელზე და ეხლა სადღაც განათავსა და ამას თქვენავთ არის პირიქით. როგორც წესი ეს სწორედ ამაშია საქმე რომ პაციენტი იქ არის ძალიან კომფორტულად და იქ არის ძალიან კარგად და იქ გაცილებით უკეთესად არის ზოგ შემთხვევაში ვიდრე თქვა ახლობლების გარემოცვაში. გააჩნია დაავადების სტადიას, გააჩნია დაავადების თქვა სპეციფიკურ ფორმას და ამ შემდეგ ცხადია იქ რაღაც გამონაკლისებიც არსებობს, მაგრამ ეს დაწესებულება სწორედ იმისთვის იქმნება რომ პაციენტის მდგომარეობა გააუმჯობესოს პირველ რიგში. ეს პაციენტზე ორიენტირებული დაწესებულებებია და არა ვთქვათ რაღაცა სხვა აზრით შექმნილი სერვისი. ამას დავაზუსტებ, რომ ანუ როცა ჩვენ საუბრობთ იმ მოვლის ნაწილს, რომ თავი დავანებოთ რა ბევრჯერ
ახსენეთ ამ კომუნიკაციის მნიშვნელობა და ამ შემდეგ. ანუ ამ ნაწილში ხა რა თვალსაზრისით შეიძლება უმჯობესდებოდეს მათი ეს მაჩვენებლები, ხო? ეს თავისთავად ეს ნეიროპლასტიკურობის გაუმჯობესების ხარჯზე, იქ აიწინეს ხებთან რო კომუნიკაციაში ჩათო ეს არის მათ თავარი წამყვანი. ნეიროპლასტიკურობის გაუმჯობესება უაღრესად მნიშვნელოვანია, ეს სწორედ როცა ლაპარაკობთ ამ სოციალური ინტერაქციაზე, ურთიერთობებზე, სწორედ ეს არის გამდიდრებული გარემო, ეგრეთ წოდებული. ანუ ეგ არის საფუძველი ამის. საკურველია და ზოგადად ცნობილია, რომ ეს სოციალური, ასე ვთქვათ, ურთიერთობები სინაფსების რაოდენობას დის თავის ტვინში. სინაფსების რაოდენობა დაკავშირებულია, ვთქვათ, კონკრეტული სინაფსების რაოდენობის მაღალი რაოდენობა დაკავშირებულია აქტიურ კოგნიტურ პროცესებზე. როდესაც სინაფსების თავის ტვინში, ანუ სინაფსები რა არის? ეს არის სხვადასხვა ნეირონების შეერთების და ასე ვთქვათ კომუნიკაციის ადგილები. როდესაც ეს ამათი რაოდენობა ქვეითდება, ამ დროს იწყება სწორედ ეს ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქცია, მათ შორის კოგნიტური დისფუნქცია. და მათ შორის ბუნება განწყობილებაზეც მოქმედებს. ამ შემთხვევაში ნაკლაპარაკია ნეირონებზე და სინაფსებზე, რომელიც საფუძველია ნერვული მოქმედებისა. ეს იქნება ემოცია, ეს იქნება ქცევა თუ რაც თავარია, ასეთ შემთხვევებში ეს იქნება ესეთი კოგნიტურ ამნეტიკური ფუნქციები, ანუ შემეცნებითი, ინტელექტუალური და მეხსიერებითი ფუნქციები. კი, და ჩვენ რო ვახსენეთ, რომ ხანდახან ბარიერი ის არის ხოლმე, რომ სტიგმა, რომ ხალხი რა სიტყვის, რომ მე ჩემი შინაური და ცოლი და ქმარი და მშობელი ჩავაბარე, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ პირიქით ხო, ხშირად როგორც წესი, მათთვის უკეთესიც არის რომ ამ ინსტიტუციონალიზებულ გარემოში იყვნენ, სადაც მომვლელებმა იციან მათ როგორ დაელაპარაკონ, როგორ მოექცნენ და ასე შემდეგ. მაგრამ ხანდახან პირიქით ხდება ხოლმე რომ ალცჰეიმერის დაავადების მქონე ადამიანის პირველი რიგის ახლობელს და მზრუნველს არ უნდა მიიყვანას ცენტრში ან რაღაც კონკრეტულ ინსტიტუციაში ზუსტად იმ მოტივით, რომ ისე კარგად ვერ მოექცევიან, როგორც მე ვექცევი. ანუ ეცოდება საკუთარი ახლობელი, რომ აი ჩემნაირად გულთან ახლოს როგორ მიიტანს ის ადამიანი პროფესიონალი სიტყვაზე და როგორ დაელაპარაკება ისე როგორც მე და აი ეს დისტანცია თან შეიძლება პირადი გამოცდილებაც ქონდეს კლინიკაში რაღაც არასწორი მოპყრობის წარსულში, სხვა მიმართულებით შეიძლება საერთოდ, მაგრამ პირადი გამოცდილებები და აი ეს უნდობლობა ზოგადად სამედიცინო სისტემის მიმართ აი ამაშიც ითარგმნება ხანდახან. სრულად ლეგიტიმური განცდაა სხვათა შორის ადამიანის, პაციენტის ახლობლის, იმიტომ რომ მართლაც ასეთ შემთხვევები არის, რაღაც გარკვეული უნდობლობა არის. და აი ამ უნდობლობის დარღვევა და ეს დაძლევა სწორედ განათლებით და სწორი, ასე ვთქვათ, მეთოდების, აი ამ მოვლის სწორი მეთოდების დანერგვით შეიძლება. რასაკვირველია, ახლობელი პაციენტის ახლობელი უნდა დარწმუნდეს, ოჯახისები უნდა დარწმუნდეს, რომ იქ გულგრილად არ მოექცევიან. არ მოექცევიან და თუ ის შეხედავს ამას და თუ ის დაესწრება, თუ მას კარგად სწორად განუმარტავენ, ვთქვათ, რა არის ამის საფუძველი, ასეთი მოვლის საფუძველი და როგორ ხდება ეს, ცხადი ეს სტრესი ადამიანს შეიძლება მოეხსნას. თუმცა ხა ეს ძალიან ინდივიდუალური რამ არის და ხა ბევრს შეიძლება ერჩივნოს ასე. ესეც აბსოლუტურად მისაღებია და მე ვერ ვიტყვი რომ შეგნებული გადაწყვეტილება სადაც თქვა ამის საშუალება აქვს რომ ასეთი პაციენტები იყოს შესაბამის გარემოში, შესაბამის თქვა სერვისის პირობებში, იქ ყველა ასეთ გადაწყვეტილებას იღებს. იქაც არის ასეთი ინდივიდუალური შემთხვევები, როდესაც ოჯახს ურჩევნია რომ ასეთი პაციენტი მათ სახლში ყავდეთ და თვითონვე მოუარო. კი ბატონო და ერთად დავაზუსტებ სამ კლინიკურ ნაწილზე გადავალთ რა სანდრო. იმიტომ რომ წეგან აი ცილზე რო საუბრობდით ხო, შენც ახსენე ისინი და თქვენ საუბრობდით და ეხლა როცა ჩემსაც მეგობრს ვეუბნებოდი რომ თქვენ ჩაწერისთვის მომზადებოდით და მანაც ეგ მითხარ რომ ეს ცილის საკითხიო ხა და პრობლემური თემა არისო და მოდით ამაზე უფრო მეტი აქცენტი გავაკეთოთ. აი ეს რატო არის ეგეთი მნიშვნელოვანი ცილის მოწესრიგება და მართვა ზოგადად ამ ნაწილის და რას ურჩევთ ხოლმე პაციენტებს ან რა გვაქვს იმისათვის რომ ამ პროცესში დავეხმაროთ ამ პაციენტს და ოჯახის წევრებს. ამის ძილი არა მარტო თქვათ დაავადების მართვის, სწორი მართვის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, არამედ თქვენ წარმოიდგინეთ დაავადების პროფილაქტიკისთვისაც. კარგი ძილი, სწორი ძილი, ფიზიოლოგიური ძილი გარკვეულწილად პროფილაქტიკის საშუალებაა. რატომ? აღმოჩნდა რომ დაავადების განვითარების ერთ-ერთი
პათოგენეზური მექანიზმი არის აი იმ ცილების, რომელიც თავის ტვინში გროვდება, ტოქსიური ცილების, მოდით ესე დავარქვათ, ძირითადად ბეტა-ამილოიდზეა საუბარი და ეგრეთ წოდებული ტაუ პროტეინზე, რომელიც ნეიროდეგენერაციული, ასე ვთქვათ, თვისებებით გამოირჩევა და თქვათ საფუძველი იმისა, რომ პაციენტს უვითარდება ეს კოგნიტური დისფუნქცია სწორედ ამ ცილების ტოქსიური გავლენაა. მათი კლირენსი, ანუ გამოტანა თავის ტვინიდან, ყველაფერი რაც ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები, რომელიც თქვათ თავის ტვინის ცხოველქმედების დროს გროვდება თავის ტვინში, გარკვეული გზით უნდა გამოვიდეს. სხვა შორის წლების განმავლობაში ესეთი მექანიზმები ცნობილი არ იყო და ფიქრობდნენ, რომ ამას თქვათ სხვა ორგანოებში ასრულებს ლიმფური სისტემა. ფიქრობდნენ, რომ ამ თავის ტვინში ცენტრალურ ნერვულ სისტემაში არ არის ლიმფური სისტემა. მაგრამ რამოდენიმე სულ რაღაც ათეული წელია, რაც აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში აღმოაჩინეს ლიმფური სისტემა და მეტიც აღმოჩნდა მეორე სისტემა, გლიმფური სისტემა ქვია ამას, რომელიც ეს არის ისეთი ძალიან სპეციფიკური სისტემა, რომელიც სიზარღვებს მიყვება და ის სითხე, რომელიც იქ მოძრაობს ამ სისტემაში, მას ამ სითხეში გროვდება ეს მოჭარბებული ნივთიერებათა დაშლის პროდუქტები, რომელიც ხშირად ტოქსიურია და დამაზიანებელი მოქმედების არის, სწორედ მათი გამოტანა ხდება ამ სისტემის მიერ. და საინტერესო რა არის, ეს სისტემა ყველაზე კარგად, ყველაზე ეფექტურად ფუნქციონირებს ძილის დროს. შესაბამისად, ადამიანს თუ ძილი დარღვეული აქვს, ეს სისტემა ხარვეზებით ფუნქციონირებს და ტვინის, ასე ვთქვათ, ინტოქსიკაცია ამ, ასე ვთქვათ, ნივთიერებათა დაშლის პროდუქტებით, მათ შორის აი სწორედ ბეტა-ამილოიდით და ტაუ პროტეინით, გაცილებით უფრო რისკი იმატებს. რისკი იმატებს და ეს პირდაპირ ზეგავლენას ახდენს შემდგომში ამ დაავადების განვითარებაში. ამიტომაც ძილის მოწესრიგება არის უმნიშვნელოვანესი რამ. განსაკუთრებით უკვე დაავადებულ პაციენტებში ეს ერთი პრევენციის თვალსაზრისით, როგორც ვისაუბრეთ, და მეორე უკვე დაავადების მქონე პაციენტებში, როდესაც ღამის, ასე ვთქვათ, აქტივობა, უძილობა და თქვათ ღამის განმავლობაში ვითარდება ხოლმე პაციენტებს უხშირესად ეს ფსიქომოტორული მოუსვენრობა და აგზნება, ზოგჯერ დელირიუმი არის სერიოზული პრობლემა. ამიტომ ძილის მოწესრიგების ყველანაირი საშუალება უნდა გამონახოს ექიმმა და არა მხოლოდ ექიმმა, ზოგ შემთხვევაში თქვათ ფსიქოლოგმა, დამხმარემ და ასე შემდეგ. აქ ძალიან დიდი როლი აქვს ძილის სპეციალისტების. არსებობენ ძილის სპეციალისტები, რომელიც ძირითადად ეს არიან ნევროლოგები, ან ფსიქიატრები, რომელიც განსაკუთრებით ინტერესდებიან ძილის პრობლემით. და მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად, სწორ მედიკამენტის შერჩევა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იქ გასათვალისწინებელია თანხლებულია თუ არა ეს მდგომარეობა დეპრესიით, ასე შემთხვევაში შეიძლება მაგალითისთვის ვამბობთ, ანტიდეპრესანტი დაინიშნოს, რომელსაც აქვს თქვათ სედატიური ფუნქცია. ან თქვათ ამ დროს არის თუ არა ესეთი გამოვლინებები, ესეთი პოზიტიური ფსიქიატრიული თქვათ რაღაც ესეთი ბოდვა, ჰალუცინოზი, ახსნება გამოხატული ამ შემთხვევაში სხვა ტიპის მედიკამენტი და ასე. ცხადია, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სჭირდება შესაბამისი მართვა. მაგრამ გარდა ამისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი გარემოს შექმნა. შვიდ გარემოში პაციენტის ყოფნას ხშირად ადამიანს ეღვიძება ღამით და თქვათ, როდესაც ბნელა ის ვერ ერკვევა სად არის. ამიტომ მაგალითად ერთ-ერთი რჩევაა, რომ პაციენტმა დაიძინოს შედარებით განათებულ გარემოში. ანუ ცხადია, ეს არ უნდა იყოს ასეთი სინათლე, დღის სინათლე, მაგრამ სადღაც სინათლის წყარო უნდა იყოს იმისათვის, რომ პაციენტს რო გაეღვიძება ღამით, მას მithumetes ძილი დარღვეული აქვს და ესეთი ფრაგმენტული ძილი აქვს, რომ მას არ ჩავარდეს ესეთ დისტრესის მდგომარეობაში, ვერ იცნოს სად არის, ამის გამო განუვითარდეს თქვათ რაღაც შფოთვა, ფსიქომოტორული აგზნება და ზოგჯერ ესეთი ფსიქოზის სახეც კი შეიძლება მან მიიღოს. ამიტომ ბევრი მეთოდები არსებობს ძილზე ზემოქმედებისა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც აღნიშნე, როგორც პრევენციის თვალსაზრისით დაავადების, ისე შემდგომ უკვე დაავადების მკურნალობის დროს. კეთილი. აი ამილოიდ ბეტა-ამილოიდები ვახსენეთ ხშირად, მინდა რომ გადავიდეთ აი რითიც დავიწყე შესავალი სიტყვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი, ასე ვთქვათ, მიღწევა დაგვიგროვდა ალცჰაიმერის დაავადების როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის ნაწილში. მაინტერესებს ეს მიღწევები რამდენად
თეორიულ ეტაპზე არის ჯერ კიდევ თუ უკვე დანერგილია პრაქტიკაში. პირველ რიგში მინდა რომ დიაგნოსტიკაზე ვისაუბროთ 2025 წელს FDA-მ, ანუ ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ დაუშვა სისხლის ანალიზი ერთ-ერთი, რომელიც ამილოიდურ პროცესს ავლენს დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე. ხო, ამ ნარჩენი პროდუქტის, ასე ვთქვათ, აღმოჩენით ანალიზში. ეს რამდენად დამაიმედებელი აღმოჩენა შეიძლება იყოს, ვინაიდან ვიცით რომ რაც უფრო ადრეულ ეტაპზე ხდება ჩარევა ალცჰაიმერის დაავადებაში, ასე ვთქვათ, კურნალობის თვალსაზრისით, მით უფრო ნელა ეს არ არის ცალკე გამკურნება ამისი არ არსებობს, მაგრამ მით უფრო მეტად შეიძლება შევაჩეროთ ამ დაავადების პროგრესირება. ამიტომ რა ეტაპზეა ახლა ეს ანალიზი, ანუ არის ისევ რაღაცა ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს და მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიყენება თუ რაღაცა პერსპექტივაში შეიძლება ფართოდ იყოს დანერგილი და რას შეცვლის რეალურად პრაქტიკაში. სანამ აი ამ კურნალობის მეთოდებზე გადავალთ, მაინც ორი სიტყვით თქვათ ალბათ დიაგნოსტიკაზე ვკითხულობ, ხო? კი, ამ ანალიზაზე და თქვათ რას ვაქცევთ ყურადღებას დიაგნოსტიკის თვალსაზრისით და რა, ასე თქვათ, რა სხვაობაა დღევანდელ დღესა და თქვათ თუნდაც გუშინდელ ან გუშინწილ დღეს შორის. ნუ აღმოჩენა იმ ნივთიერებების მე ვახსენე რომ ეს შეიძლება იყოს ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს შეიძლება ზუსტი ასე ვთქვათ დეფინიცია არ იყოს აი ამ ბეტა-ამილოიდის და ტაუ-პროტეინის. ეს არ არის მხოლოდ ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების შედეგი. აქ არის ძალიან ისეთი კასკადი, ძალიან ისეთი ნატიფი მექანიზმებისა, რომელიც ამ დაავადებას იწვევს. იქ გენეტიკური ფაქტორები მონაწილეობს, იქ მონაწილეობს აი ეს სხვადასხვა ვასკულური რისკის ფაქტორები, იქ მონაწილეობს ანთება და ამ თებაში აი ეს რაღაც თქვენ ჩვენო ვირუსები ვახსენეთ და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ მრავალ ასე ვთქვათ ეტიოლოგიური ეს დაავადება. მაგრამ საბოლოო ჯამში სუბსტრატი არის სწორედ აი ამ ორი ცილის, ესეც ცოტა გამარტივებულია, ასე ვთქვათ. მაგრამ მსვენელისთვის რომ უფრო ადვილად აღსაქმელი იყოს, ამ ორი ტოქსიური ცილის დაგროვების შედეგი ეს ამილოიდური კასკადის შედეგად წარმოიქმნება ბეტა-ამილოიდი და თვითონ ბეტა-ამილოიდის წარმოქმნა შემდგომ უკვე სტიმულაციას აკეთებს აი ამ ტაუ-პროტეინის ჰიპერფოსფორილირებას, რომელიც აი გარდაიქმნება შემდეგ ეგრეთ წოდებულ ნეიროფიბრილურ წნულებში, რომლის საფუძველი არის სწორედ ეს ტაუ-პროტეინი და ეს ნეიროფიბრილური წნულები უკვე ასევე ძალიან ტოქსიურ გავლენას ახდენს და სხვა შორის მათი რაოდენობა კორელირებს დაავადების განვითარებასთან და სიმძიმესთან. ანუ ძალიან მარტივად და მექანისტურად ჩვენ შეიძლება წარმოვიდგინოთ ასე, რომ ჩვენ პირველ რიგში უნდა აღმოვაჩინოთ არის თუ არა ეს ნივთიერებები თავის ტვინში და თუ არის ამის შემდგომ რაღაცა გზები ვეძიოთ, რომ ეს ნივთიერებები მოვაცილოთ, ხო? თუ მათ ტოქსიური ზეგავლენა აქვს და თუ ისინი მონაწილეობენ დაავადების პათოგენეზში, ანუ დაავადების განვითარების მექანიზმის მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, მოთამაშეები არიან. აბსოლუტურად სწორად აღნიშნეს ანდრო, რომ რაც უფრო ადრე იწყებ დაავადების კურნალობას, ეს მხოლოდ ამ დაავადებას არ შეეხება, ზოგადად ეს მედიცინის, კლინიკური მედიცინის პრინციპი, ადრეული მკურნალობა გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე გვიან დაწყებული მკურნალობა. და აღმოჩნდა, რომ დაავადების განვითარება, კლინიკური მანიფესტაცია ხდება უკვე ისეთ სტადიებზე, როდესაც დიდი რაოდენობით ეს ტოქსიური პროდუქტებია, ტოქსიური ნივთიერებებია დაგროვებული თავის ტვინში. ანუ ბეტა-ამილოიდის დიდი რაოდენობით არის და ეს ტაუ-პროტეინიც, ანუ ეს ნეიროფიბრილური წნულებით დიდი რაოდენობით არის თავის ტვინში. შესაბამისად, ის ეტაპები, როდესაც დაავადება კლინიკურად ვლინდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაავადება ახალ განვითარებულია, თუნდაც დიაგნოსტიკა სულ ახლახანს იყოს, ასე ვთქვათ, ჩატარებული. წლების განმავლობაში ეს პროცესები მიდის და რაღაც მომენტში მე იწყება უკვე დაავადების კლინიკური გამოვლინება. ამიტომ მთელი ჩვენი, ასე ვთქვათ, ყურადღება მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ჩვენ დაავადება აღმოვაჩინოთ ჯერ კიდევ პრეკლინიკურ ეტაპზე. ან ძალიან ადრეულ ეტაპზე, როდესაც პაციენტს გამოხატული კოგნიტური დისფუნქცია ჯერ კიდევ არ აქვს. ამისათვის საჭიროა ეს ეგრეთ წოდებული დიაგნოსტიკური ბიომარკერების ცოდნა და აღმოჩენა, რომელიც ძალიან სპეციფიკურია და ძალიან ტიპიურია, თქვათ, ამ დაავადებისათვის. ნუ წლების განმავლობაში ჩვენ მხოლოდ ეგრეთ წოდებულ ნეიროიმიჯინგს ვიყენებდით, ისეთ ტრადიციულ ნეიროიმიჯინგს, ეს არის თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, ამის შემდგომ მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია. არის იქ ჯერ სანამ პეტი შემოვიდოდა, აი არის ისეთი
სპეციფიკური აღმოჩენები, რომელიც დამახასიათებელია ალცჰაიმერის დაავადებისთვის. მაგალითად, კონკრეტული ტვინის კონკრეტული რაღაც უბნების, თქვა, ატროფია და ზომას შემცირება, ჰიპოკამპის საფეთქლის ერთ-ერთი ხვეულის და ასე შემდეგ. მაგრამ ამის აღმოჩენის შემთხვევაშიც ეს დაავადება, ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადება უკვე საკმაოდ დიდი ხანია პაციენტს აქვს. თუნდაც კლინიკურად ისეთი ძალიან მანიფესტირებული არ იყოს, მაგრამ ასე აქვს და ასეთ შემთხვევაში ჩარევა შეიძლება აბსოლუტურად არ მოგცეს არანაირი ეფექტი. სხვა შორის რამოდენიმე აწლეული არსებობს მკურნალობა, რომელიც აუმჯობესებს, თქვა, სინაპტურ გამტარობას, თქვა, სინაპტურ კავშირებს და ამის ფონზე ჩვენ გვაძლევს, ამის გამოყენების ფონზე გვაძლევს გარკვეულწილად შენელებას ამ პროცესსა, რომელიც ძალიან უმნიშვნელოვანია და ამის ეფექტი მაინდა-მაინც ისეთი ხო, მაინდა-მაინც ისეთი ოპტიმისტური არ არის, მაგრამ ჩვენ ეს გვაქვს ჩვენ პორტფოლიოში მკურნალობის მეთოდებში, რასაც ჩვენ აქტიურად ვიყენებთ. პრაქტიკულად 2 წამალია, რომელიც ამაში გამოიყენება და რომელთა ეფექტურობა რაც თავარია დადგენილია შესაბამისი კვლევებით. მაგრამ ისევ დაუბრუნდეთ ამ დიაგნოსტიკის ეტაპს. შემდგომ უკვე გამოჩნდა დიაგნოსტიკის მეთოდები, რომელიც ავლენს აი სწორედ ამილოიდის ან ტაუს დაგროვებას თავის ტვინში. ეს არის სწორედ პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფია, რომელიც არსებობს ესეთი ამილოიდური პეტი, უფრო იშვიათად გამოიყენება ტაუ პეტი, თუმცა ზოგჯერ გამოიყენება, რომელიც გვაძლევს საშუალებას აღმოვაჩინოთ თავის ტვინში სად და რა რაოდენობით არის დაგროვებული ბეტა-ამილოიდი ან ტაუ პროტეინი. აი ამ ასე ვთქვათ დიაგნოსტიკის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ეს ნივთიერებები გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე პაციენტს განუვითარდება ალცჰაიმერის დაავადება. ახლა მოდით წარმოვიდგინოთ ასეთ სიტუაციას, ესე იგი პეტი-ეს მარტივი გამოკვლევა არ არის, იქ რადიოაქტიული ტრეისერი უნდა იყოს შეყვანილი ორგანიზმში, თავის სპეციფიკური თავისებურებები აქვს, თანაც საკმაოდ ძვირია. წარმოვიდგინოთ ახლა სიტუაცია, რომ ჩვენ ყველგან წავიდეთ და პეტი გავიკეთოთ იმისთვის, რომ გამოვავლინოთ, თქვათ, ეს ბეტა-ამილოიდი ან ტაუ პროტეინი. კაი, გავიკეთეთ ერთხელ არ აღმოჩნდა, მერე თქვათ 2 წლის შემდეგ კიდე წავიდეთ. ეს ძალიან რისკი და სარგების თანაფარდობა ადეკვატური არ არის და ეს ხერხებელიც არა. აბსოლუტურად არახარშთეფექტურია. იქ სადაც არის თქვათ რაღაც რისკი, სადაც ჩვენ დიპ დიაგნოსტიკა გვჭირდება, თქვათ სადაც ეს ადრეული გამოვლინებებია, იქ ამას იყენებენ და შეგვიძლია გამოვიყენოთ. შესაბამისად საჭიროა კონდეს გაცილებით უფრო იაფი, უფრო მოსახერხებელი, ადვილად ჩასატარებელი კვლევის მეთოდი, რომელიც ასევე თქვათ გვაძლევს ისევე როგორც პეტი, გვაძლევს ძალიან დიდ, ასე თქვათ, დიაგნოსტიკურ ვალიდობას. ანუ სპეციფიკურობასაც და სენსიტიურობას, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია ადრეულ სტადიაზე გამოვავლინოთ დაავადება, ჯერ კიდევ პრეკლინიკურ სტადიაზე. და მართლაც გამოჩნდა ესეთი, პირველ რიგში ეს იყო ეს, ასე თქვათ, ეს ბიომარკერები, დიაგნოსტირებული და სადიაგნოსტიკო ბიომარკერები გამოყენებული იყო თავზოგტვინის სითხეში. და ძალიან მაღალი სენსიტიურობით და სპეციფიკურობით ხასიათდება, ეგ გარკვეული ბეტა-ამილოიდის გარკვეული, ასე ვთქვათ, ნაწილების აღმოჩენა იქა, იმაში, ასევე ტაუ პროტეინის აღმოჩენა, ტაუ პროტეინის ბეტა-ამილოიდის მომატებული რაოდენობაა, ხოლო ტაუ პროტეინის დაკლებული რაოდენობა აქვს თავზურფინის სითხეში. ეს გარკვეული თანაფარდობის დათვლის საშუალებას გვაძლევს, რომელიც ძალიან მაღალი დიაგნოსტიკური ფასეულობით ხასიათდება. მაგრამ ისევ თავზურფინის სითხის გამოკვლევა, ესე იგი ეს ლუმბალური ფუნქციის ჩატარება, ესეც მოგეხსენებათ მაინდა-მაინც ხშირად პაციენტები ამაზე არ თანხმდებიან, მით უმეტეს ასაკოვანი პაციენტები, ჩვენთან საერთოდ ძალიან ბევრი მითებით არის მოცული ეს გამოკვლევის ეს მეთოდი ხერხემლიდან, ზურგის ტვინიდან, ზურგის ტვინის ნაწილის აღებას, ანუ თქვათ გაცნობიერება ამ მეთოდის შესახებ ძალიან ესეთია, საკმაოდ დაბალია და ძალიან რთულია პაციენტი დაიყოლიო, ან პაციენტის ახლობელი ოჯახის წევრი დაიყოლიო, რომ ეს გამოკვლევა გააკეთო. შესაბამისად, ეს მარტო ჩვენთან არ არის, ეს ზოგადად ცხადი ეს ინვაზიური პროცედურაა და ინვაზიურ პროცედურებს მაინდა-მაინც დიდი ენთუზიაზმით არ ხვდება არც პაციენტი და არც პაციენტის მომვლელი. შესაბამისად, უფრო მარტივი გზა გვჭირდება და ეს მარტივი გზაც გამოჩნდა. ეს ბოლო წლების მონაპოვარია, იგივე, აი ამ, ვთქვათ, ამილოიდის და ტაუ პროტეინის და განსაკუთრებით დიდი ყურადღება ახლა ერთმობა პლაზმის ტაუ პროტეინ 217-ს
პეტა 217, რომელსაც აღმოჩნდა რომ აქვს ძალიან დიდი დიაგნოსტიკური ფასეულობა დაავადების ძალიან ადრეულ სტადიაზე გამოვლენის ან პრეკლინიკურ სტადიაზე გამოვლენის. ჯერ ასე ვთქვათ FDA-ის მიერ უშუალოდ ეს P217 დადასტურებული არ არის, აღიარებული არ არის, თუმცა ეს პროცესი მიდის და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სწრაფად მხოლოდ ეს ამ მარკერის განსაზღვრა უკვე საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ რაღაც პრეკლინიკურ სტადიებზე ვისაუბროთ. ამ ეტაპზე საუბარია ამ პროტეინის შეფარდებაზე ამილოიდის გარკვეულ, ასე ვთქვათ, ჯაჭვზე, რომელიც გვაძლევს ასევე ძალიან მაღალ დიაგნოსტიკურ ფასეულობას. ეს არის სისხლის ტესტი. ეს არის სისხლის ტესტი. პლაზმის ტესტია და როგორც მოგახსენეთ, და მას აქვს ძალიან კარგი კორელაცია PET ამილოიდ PET-ის მონაცემებს. ამ შემთხვევაში ოქროს სტანდარტად ითვლება ამილოიდ PET-ი, ამიტომ ჩვენ ყველა სხვა კვლევის მეთოდს ვადარებთ ამილოიდ PET-ს. პრაქტიკულად 90-ზე მეტი, ასე ვთქვათ, პროცენტზე მეტი თანხმედრა დიაგნოსტიკური, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ამ მეთოდმა ალბათ უნდა ჩაანაცვლოს მოიკიდოს ფეხი მოიკიდოს. კიდევ ერთხელ ეს გაცილებით უფრო ადვილად ჩასატარებელი ანალიზია, ჩვეულებრივი სისხლის ანალიზია. და თანდათანობით იაფთება მას შემდეგ რაც იხვეწება თქვათ ტექნოლოგიები, ეს ცხადი ანალიზის ფასებიც მცირდება და ამიტომ ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ გარკვეულ დროში, საკმაოდ მცირე დროში ეს იქნება ძალიან მიღწევადი ეს. თვითღირებულებაც დაბალი აქვს ვიდრე რადიოლოგიურ კვლევებში. ეს ნაწილი რომ შევაჯამოთ, ანუ დღეს ბატონ სანდრო, ანუ როგორ ხდება აი დიაგნოსტირების ის რაც ჩვენთან გვაქვს საქართველოში გულისხმობ, ადამიანი რა შემთხვევაში აკითხავს, რა შემთხვევაში უნდა აკითხავდეს და მერე დიაგნოსტირებისთვის რა პროცედურებს გადის. დიაგნოსტიკისთვის მხოლოდ ეს ეგრეთ წოდებული ბიომარკერები იქნება იმიჯინგის ნეიროვიზუალიზაციური ბიომარკერი იქნება ეს თუ ისეთი ბიოქიმიური თუ სისხლის შრატის ბიომარკერი იქნება. მხოლოდ ამას ცხადია ჩვენ არ ვიყენებთ, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კლინიკურ სურათს. იმიტომ რომ თვითონ დემენციის სხვადასხვა ვარიანტები არსებობს, როგორც მოგახსენეთ, თუნდაც პირველად დეგენერაციული დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება, პირველად დეგენერაციული დემენციების, როგორც გითხარით, სადღაც ესე 60-70% არსებობს კიდე მის მიერ სხვა დეგენერაციული დაავადებები, რომელსაც სხვა ბიოქიმია აქვს, სხვა მექანიზმები აქვს, სხვა დიაგნოსტიკური მარკერები აქვს და ასე შემდეგ. ამიტომ პირველ რიგში ეს ცხადია, ეს კლასიკური მედიცინა არ გამქრალა, კლასიკური ნევროლოგია. პაციენტის ჩივილები ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყურადღებით მოსმენას, იმიტომ რომ ჩივილებიდან გამომდინარე უკვე რაღაცა დიაგნოსტიკური ისინი, ასე ვთქვათ, გვიჩდება ჩვენ ექიმებს, რაღაცა ყოველ შემთხვევაში მიმართულებები, რა მიმართულებით უნდა წავიდეთ. შემდგომ კლინიკური გამოკვლევა. კლინიკურ გამოკვლევაში აუცილებლად იგულისხმება ისეთი ნეიროფსიქოლოგიური, კოგნიტური ფუნქციების გამოკვლევა. ანუ არა მხოლოდ თქვათ პაციენტის ნევროლოგიური გასინჯვა, თქვათ კლასიკური ნევროლოგიური ჩაქუჩით, არამედ აი ამ კოგნიტური ფუნქციების, მეხსიერების გამოკვლევა. ჩვენ გვაქვს ესეთი ეგრეთ წოდებული, ესეთი საოფისო ესეთი ტესტები, რომლითაც ჩვენ თვითონ არა სპეციალისტები, ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ არა ნეიროფსიქოლოგები ვატარებთ ამ კვლევას, ეს ძალიან კარგი მოსახერხებელი სკრინინგის მეთოდებია. ორი სკალა, რომელიც ფართოდ გამოიყენება, ყველაზე ფართოდ მოკა ქვია მას, მონრეალის კოგნიტური შეფასების სკალა და მეორე არის მინიმენტალ სკალა ქვია, ვეძახით ამას, მენტალური სფეროს შესაძლებელი მცირე სკალა და ამით ჩვენ შეგვიძლია გარკვეულწილად სკრინინგი გავაკეთოთ. თუმცა აი ესეთი სუბუქი კოგნიტური დისფუნქციის სტადიაზე, როდესაც სულ ახალი ეს პროცესი და ვიწყებთ თქვა აი ამ ეს პროცესი იწყება და ჩვენ ისეთი გამოვლინებები არ აგვაქვს ძალიან ტიპიური. ასეთ შემთხვევაში ცხადია ჩვენ ვიყენებთ ხოლმე უფრო ნატიფ ნეიროფსიქოლოგიურ კვლევას, ამას აკეთებს არა ექიმი, არამედ ფსიქოლოგი, ნეიროფსიქოლოგი, რომელიც უფრო ფართედ და უფრო სიღრმისეულად სწავლობს ყველა ამ კოგნიტურ დომეინს. რომელიც ამ დაავადების დროს ზიანდება და რომლის დისფუნქციაც ამ დაავადების ძირითადი მასე ვთქვათ. გამოხატულება. ამის შემდეგ ჩვენ ვაკეთებთ აუცილებლად როგორც წესი ნეიროიმიჯინგს და ვიწყებთ ესეთ კლასიკური ნეიროიმიჯინგით.
მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიით და ზოგ შემთხვევაში თუ დაავადება უკვე ჩამოყალიბებულია, განვითარებულია და ტიპიური სიმპტომებით მიდის, ეს საკმარისია ხოლმე იმისათვის, რომ ამ დაავადების დიაგნოზი დავსვათ. პეტი საჭირო მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც აი ჩვენ დიპ დიაგნოსტიკა გვჭირდება, თქვათ. იმიტომ რომ ზოგჯერ ეს სხვადასხვა სახეები ამ დემენციის, მაგალითად ფრონტოტემპორალური იქნება თუ ლევის სხეულების თუ ასე შემდეგ. არის რამოდენიმე ესეთი დაავადება, წააგავს ხოლმე თავის კლინიკური სურათი და ჩვენ გვჭირდება დიფერენციული დიაგნოსტიკა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ უკვე ეს თანამედროვე დიაგნოსტიკური ბიომარკერები. და ცხადია, უპირატესობა ამ შემთხვევაში მიენიჭება აი ამ თქვათ ამის გამოკვლევას, აი ამ შრატის თავის დროზე ჩვენ ზოგჯერ ვაკეთებთ ხოლმე თავზურთვინის სითხის გამოკვლევას. საქართველოს ლაბორატორიებში ეს გამოკვლევები როგორც წესი როგორც მე ვიცი არ ტარდება, მაგრამ არის საშუალება რომ ეს გაიგზავნოს და თქვათ სწორი და კარგი დროული დიაგნოსტიკა მოხდეს. რაც შეეხება ახლა სწორედ აი ამ ახალი მკურნალობის მეთოდების დანერგვის სტადიას, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით. აქ უკვე უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს დაავადების გამოვლენას პრეკლინიკურ ან ძალიან ადრეულ კლინიკურ სტადიებში. როდესაც ჩვენ აი ეს კლასიკური მეთოდები დიაგნოსტიკის არ ყოფნის იმისთვის, რომ დაავადების დიაგნოზი დავსვათ. აი აქ ჭირდება სწორედ აი ამ მეთოდებით გამოკვლევა, თქვათ, იქნება ეს პეტი თუ იქნება უფრო მოსახერხებელი და უფრო ასე ვთქვათ, ადვილად ჩასატარებელი სისხლის შრატის გამოკვლევა. აი სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის ამ ასე ვთქვათ, ამ დიაგნოსტიკურ ბიომარკერებს არ აქვს ალტერნატივა. და იქ სადაც ეს მკურნალობის ეს მეთოდები დანერგილია, ყველაფერი იწყება სწორედ აი ამ დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩატარებით. გარდა კლინიკური დიაგნოზის. კეთილი, აი აქვე ეს შეკითხვა მიჩნდება, აი ხელმისაწვდომობის გაზრდასთან ერთად და ამ ვიცით რომ ეს ალცჰაიმერის დაავადების ტვირთი, ავადობის თვალსაზრისით მუდმივად იზრდება, ხო? მაინტერესებს, ეხლა თუ ადამიანს სიმპტომები არ აქვს, არ წავა და ანალიზს ამისას არ გაიკეთებს, ხო? ესე პრევენციულად როგორც წესი, სიმპტომები რო ვლინდება, მერე დგინდება დიაგნოზი ალცჰაიმერის დაავადების შემთხვევაში. აი სისხლის ანალიზით, პლაზმის ანალიზით ალცჰაიმერის დაავადების გამოვლენა აჩენს თუ არა იმის შანსს, თან თუ გავითვალისწინებთ პრევალენტობას, რომ ალცჰაიმერის დაავადება გახდეს შევიდეს იმ დაავადებათა კატეგორიაში, რომლის გამოვლენაც სკრინინგის მეშვეობით ხდება და უკვე სახელმწიფო პროგრამაც კი შეიძლება მუშაობდეს, რომ გამოვლინდეს ეს დაავადება. ჩვენ ჯერჯერობით მაინც აი საწყის ეტაპებთან ვართ აი ესეთი ზუსტი დიაგნოსტიკის და პრეკლინიკური დიაგნოზის. მე არ მეპარება რომ ეს ასე იქნება. ხო. როდის იქნება ამის თქვა ძალიან რთულია, მაგრამ ეს ნამდვილად იქნება, ვინაიდან სკრინინგის მეთოდები და ზოგადად სკრინინგი გვაძლევს საშუალებას ძალიან ბევრი მძიმე დაავადება თქვა დროულად ამოვიცნოთ და რაც თავარია დროულად ამ პრევენცია მოვახდინოთ მისი ან ამ შემთხვევაში უკვე მკურნალობა. საკუთრებით თუ ხშირია და როდესაც ჩვენ უკვე გვექნება ესეთი ჩამოყალიბებული ინსტრუმენტები, სამკურნალო ინსტრუმენტებს გულისხმობ ტექნოლოგიები ეფექტური და ეფექტიანი მკურნალობისათვის მე ვფიქრობ ეს ავტომატურად დადგება დღის წესრიგში. ეს ნაწილიც მეორე მხარეც მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობაც უკვე იმდენად ისეთი უნდა იყოს ისეთ დონეზე, რომ მარტო სკრინინგი ხო არის და დიაგნოსტიკა. მეორე მხარე ეს სხვა ანალოგიები შეიძლება ცოტა უხეში თქვა კიბოს სკრინინგი, ხო? ონკოლოგიაში და ონკოლოგიური დაავადებების თერაპიაში განვითარებულმა თქვა აი ამ გარღვევებმა, ხო, ძალიან დიდმა დღის წესრიგში დააყენა ეს ძალიან აქტიურად, ესე იგი ჩვენ თუ თქვა კიბოს მკურნალობას ვიწყებთ თქვა აი ამ თანამედროვე მეთოდებით, ხო, ქიმიოთერაპიული იქნება თუ სხვა მეთოდები, რადიაციული თუ რაც იქნება, თუ ქირურგიული ვიწყებთ ადრეულ სტადიას და ჩვენ ვიცით რომ ამ შემთხვევაში ისე ვლაპარაკობთ, მე სიმბოლურად ვამბობ, გაჯანსაღების ასე ვთქვათ ალბათობა არის 95%, რასაკვირველად ჩვენ გვჭირდება ის ინსტრუმენტი, რომელიც დროულად გამოგვივლენს ამ დაავადებას. ზუსტად იგივე პრინციპი მე ვფიქრობ დაინერგება ალცჰაიმერის დაავადებისთვის და არა მხოლოდ ალცჰაიმერის, ბევრი სხვა დაავადების თვალსაზრისით. ხო, აქ ხო, აქაც იცვლება ხო ბოლო წლებში ეს მკურნალობის საკითხები და მაგაზეც რომ გავაგრძელოთ ბარემ, რომ
რა ინსტრუმენტები ქონდა, ეხლა რა გვაქვს და კიდე პერსპექტივაში რა მოჩანს. იგივე კითხვიდან დამისვა მეც რომ აი როგორც დიაგნოსტიკაზე გაკვირთ ვახსენეთ კურნალობები ამჟამინდელიც სანდის ხელოვნებზე დაფუძნებულიც, თუმცა ეს უნდა ვახსენოთ ხო რომ 2023 წელს და FDA-მ დაამტკიცა ორი ახალი პრეპარატი ანტისხეულებრივ თერაპიაზე დაფუძნებულ პრეპარატებზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში. აი სად ვიყავით, სად ვართ და რას ველოდებით მომავალში. Ну, აწლეულების განმავლობაში და შეიძლება მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ რეალურად არ ქონდა ესეთი სამკურნალო ინსტრუმენტი, სამკურნალო ტექნოლოგია ამ დაავადების შესაჩერებლად, არათუ შესაჩერებლად, არამედ შესანელებლად. როგორც მოგახსენეთ, რამოდენიმე აწლეულია არის ორი პრეპარატი, რომელიც გარკვეულწილად ამცირებს გარკვეულ ეტაპებზე დაავადების პროგრესირების ტემპს, მაგრამ რასაკვირველია ეს ეს უფრო მეტად გარკვეულად სიმპტომურად ალბათ არ ჩაითვლება, იმიტომ რომ პათოგენეზში მონაწილეობს ამ წამლების, ასე ვთქვათ, მოქმედების მექანიზმი პათოგენეზზე მოქმედებს, მაგრამ ეს არ არის მიზეზის მკურნალობა. აი, როცა ჩვენ ეტიოლოგიურ ფაქტორებზე ზემოქმედება არ შეგვიძლია, ან თქვათ ადრეულ პათოგენეზზე, ანუ ადრეულ მექანიზმებზე დაავადების განვითარების, მკურნალობა როგორც წესი არ არის ხოლმე ის, რაც ჩვენ გვინდა, არ არის შედეგიანი. ან საკმარისად შედეგიანი. და აი სწორედ აი ამ ადრეული მარკერების აღმოჩენამ მოგვცა საშუალება, რომ ადრეულ სტადიებზე ჩვენ ზემოქმედება მოვახდინოთ აი ამ ნივთიერების განვითარებაზე, ასე ვთქვათ, გავანადგუროთ ეს ნივთიერებები, ძალიან უხეშად რო ვთქვათ, რომლებიც იწვევს დაავადების განვითარებას. ახლა ეს ძალიან პრიმიტიულად ვამბობ ამას, მაგრამ იმისთვის რომ ვთქვათ, ადვილად აღსაქმელი იყოს, ვთქვათ, მსმენელისთვის, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. შესაბამისად, ვინაიდან ამ ბეტა ამილოიდი ეს გახლავთ ცილა და იგივე ეს ტაუ პროტეინის და ეს ნეიროფიბრილური წნულების ძირითადი შემადგენელი ეს გახლავთ ცილა და ბოლო პერიოდში ჩვენ კაცობრიობა მივიდა ერთ გარკვეული ჯგუფი მედიკამენტების აღმოჩენისაკენ, რომელიც ძალიან ფართოდ გამოიყენება ძალიან ბევრ დარგში კლინიკური მედიცინისა, იქნება ეს იმუნური სისტემის დაავადებები, ავტოიმუნური დაავადებები, რომელიც ძალიან ასე ვთქვათ, სერიოზული პრობლემაა ჩვენ დროში, თუ იქნება სიმსივნეები, იქნება თქვა სხვადასხვა ანთებითი დაავადებები. ეს არის ეგრეთ წოდებული მონოკლონური ანტისხეულები. ესე იგი არსებობს ცილა, ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ სინთეზი იმ ანტისხეულებისა, რომელიც ამ ცილას გაანადგურებს. აი ეს არის მარტივი პრინციპი მონოკლონური ანტისხეულების მკურნალობის. და შესაბამისად, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ორი ცილა, ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ სინთეზი ანტისხეულებისა, რომელიც აი ამ ცილაზე ოსფაში ზემოქმედებას მოახდენს. შეიძლება მთლიანად არ გაანადგუროს, მაგრამ მის გარკვეულ ნაწილზე ზემოქმედებას მოახდენს. ეს ორი პრეპარატი სწორედ მონოკლონური ანტისხეული გახლავთ. ლეკამენაბი და დონემებაბი, ორი ანტისხეული, რომელიც FDA-ის მიერ არის. ასე ვთქვათ, დამტკიცებული და დამტკიცებული, აი ეს ეგრეთ წოდებულაც მე ვახსენე პასიური იმუნიზაცია. ხო, ასე ვთქვათ, მეთოდიკა ეს არის პასიური იმუნიზაცია. ესე იგი ჩვენ ვიცით, რომ დიდი რაოდენობით ბეტა-ამილოიდი და ტაუ პროტეინი გროვდება, ამიტომ ჩვენ ბეტა-ამილოიდის საწინააღმდეგოდ, ეს ბეტა-ამილოიდის საწინააღმდეგო მედიკამენტები ორივე მისი შეყვანით ჩვენ შეგვიძლია გამოვიწვიოთ ამის დაშლა. და კლინიკურმა კვლევებმა მოგვცა საკმაოდ ოპტიმისტური სურათი. თუმცა ეს არ არის განკურნების გარანტია და არამთუ გარანტია, არამედ დაახლოებით ეს გულისხმობს ამ მედიკამენტებით გამოყენება გულისხმობს სადღაც საშუალოდ 30%-ით შენელებას დაავადების პროგრესირების ტემპის. რაც თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ ცხადია არ გვიწყვეტს პრობლემას. მაგრამ ვინაიდან უკვე გამოჩნდა ასეთი მედიკამენტები, ეს არის დასაწყისი, ეხლა იცდება ანტიტაუ, ანტისხეულები და ანტიტაუ მკურნალობა. მე ეს ტაუ პროტეინი ვახსენე, რომ თქვათ უფრო მჭიდროდ და უფრო კარგად კორელირებს დაავადების კლინიკურ სტადიებთან. და შესაბამისად შეიძლება თქვათ კომბინაცია ამ ორი მკურნალობისა, თქვათ ბეტა-ამილოიდისა და ანტიტაუ მკურნალობისა იყოს სწორედ ის გაორმაგებული შედეგი. გაორმაგებული, ამ შემთხვევაში შეიძლება ეფექტი კი არ გაორმაგდეს, არამედ
პირიქით უფრო ესეთი ექსპონენციური ზრდისკენ წავიდეს ეფექტი რამოდენიმე პრეპარატის დანიშნულების თვალსაზრისით. ანუ ეს არ იყოს უბრალოდ მათემატიკური ჯამი, არითმეტიკული ჯამი. ამიტომ ეს მიმართულებები ძალიან პერსპექტიულია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მკურნალობა FDA-ის მიერ დადასტურებულია, ძირითადად ამ ეს მკურნალობა ტარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ევროპის ყველა ქვეყანაში ეს მკურნალობა ფართოდ დანერგილი არ არის. ისევ რაღაც გარკვეული ხარჯთეფექტურობის მნიშვნელობიდან გამომდინარე და კიდევ ერთი მომენტია, არც თუ ისე უსაფრთხოა. გახლავთ ეს მკურნალობა ზოგჯერ ახასიათებს საკმაოდ სერიოზული გართულებები, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშიც იყოს. ARIA ქვია იმას, ეს აბრევიატურა ამილოიდთან დაკავშირებული ნეიროიმიჯინგის თავისებურებები. ნუ ეს იმიტომ პირველად ნეიროიმიჯინგის იმაზე იყო, ასე ვთქვათ, სურათებზე იყო აღმოჩენილი. ეს არის ტვინის შეშუპება, ზოგჯერ სისჩაქცევა ამ შეშუპების კერაში, აბერაციები ეწოდებოდა, რომელიც თან ახლავს ასეთ მკურნალობას. ნუ ამ ვთქვათ მდგომარეობის მენეჯმენტი და მართვაც შეიძლება, მაგრამ ეს მოითხოვს საკმაოდ მაღალ კომპეტენციას და შესაბამისად ამ მედიკამენტებით მკურნალობა მხოლოდ სპეციალიზებულ ცენტრებშია თანდართული, ნებადართული. ნუ მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ გავრცელებულია, იქ მკურნალობა არის ძალიან ძვირი და ამას კიდევ ჭირდება, ამიტომაც არის ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ცოტა ასე ვთქვათ სკეპტიკურად უყურებს ამას, იმიტომ რომ მკურნალობა ძალიან ძვირია, ეფექტი არ არის იდეალური, ამიტომ რამდენად ვთქვათ უღირს ჯანდაცვის სისტემას ამაში ვთქვათ ფულის ინვესტიცია. და გარდა ამისა, როგორც გითხარით, არც თუ უსაფრთხოა, უნდა გაკეთდეს ეს ვთქვათ ამის მკურნალობა გულისხმობს სპეციალურ ცენტრებში ამ მკურნალობის მეთოდის დანერგვას და ამასაც კიდე ჭირდება გარკვეული ინვესტიცია და ნუ რა ვიცი, იგივე მომზადება შესაბამისი პერსონალის ხშირი ვთქვათ კვლევები, მაგალითად მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფია ჩვეულებრივ თუ არც თუ ისე ხშირად უნდა იყოს გადაღებული ჩვეულებრივ შემთხვევებში ამ მედიკამენტით მკურნალობის შემთხვევაში ესეთ სერიული გამოკვლევებია საჭირო, რომ არ გაგვეპაროს სწორედ აი ამ გართულების დასაწყისი სტადიები და ამიტომ ერთ სიტყვით წარმატებები არის, დიდი ოპტიმიზმია, მაგრამ ეს ოპტიმიზმი ჯერჯერობით ფრთხილია, იმიტომ რომ ამის სრულად ასე ვთქვათ გადათარგმნა აი ამ ძალიან ესეთი თვალსაჩინო კარგი ეფექტების, რომელიც იყო ჯერ ლაბორატორიაში, შემდგომ იყო დასაწყის აი პირველი ფაზის კვლევებში, ამის გადათარგმნა უკვე რეალურ კლინიკურ პრაქტიკაში არც თუ ისე მარტივად ხდება. არ პერსპექტივები დიდი ჩანს. პერსპექტივები ძალიანობის პრეპარატებია, ფაქტიურად ამ ტიპის. დასაკვირველია, ტექნოლოგიები დაიხვეწება, სხვა სამიზნეები გამოჩნდება, როგორც გითხარით, არა მხოლოდ ამილოიდი, არამედ სხვა პროტეინები გამოჩნდება ამ შემთხვევაში და თუ მით უმეტეს ჩვენ შევძლებთ, რომ აი ესეთი კომბინაციური მკურნალობის მეთოდს მივაგენით, რომელიც სხვადასხვა აი ამ პათოგენეზურ რგოლებს ერთდროულად იმოქმედებს, ან თქვათ ამ რგოლებს შორის თქვათ რაღაც აი ამ კავშირებს დაარღვევს და თქვათ პროცესს გააჩერებს, ჩვენ ძალიან ასე ვთქვათ ამ თვალსაზრისით ნათელი მომავალი შეიძლება და მომავალი იმუნოთერაპიისაა ძალიან ბევრი მიმართულებით, არა მარტო ნევროლოგიაში. ეს ერთ-ერთი ვარიანტია, ხო, როგორი ტიპის შეიძლება რომ წავიდეს კავშირების დარღვევებით. დასაკვირველია. ამიტომ რაც მეც ვსწავლობთ და აქვე ერთ დამამატებ უბრალოდ, რომ ეხლა ჩვენ ჯანმრთელობის გეურების გვერდზე რაღაცებს რომ არ გადავდებთ დაავადებებთან დაკავშირებით, რაღაც ინფორმაციას რომ დებთ ხოლმე, მოდის ხოლმე ის კომენტარები, რომ აი რაღაცა რატო არა გვაქვს წამალი ეს, იმიტომ რომ არავის არ უნდა შეთქმულების თეორიები, რომლებიც ახლავს და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ისტორიისთვის ძალიან პატარა ის დრო, რაც ჩვენ ამ დაავადებებს ვიკვლევთ, ხო, იმიტომ რომ ისინი როგორც აქტუალური პრობლემა და ტვირთი გამოჩნდა მას შემდეგ, რაც სიცოცხლეშუა ხანგრძლივობაც გაიზარდა და ბევრი ადამიანია ისეთი, რომელიც უფრო ხშირად ავადობს ამ დაავადებებით. და რაც თავარია, ეს სოდნის ასე ვთქვათ დაგროვება და განვითარება ხდება წარმოუდგენელი ტემპებით და სრულიად სხვა, ასე ვთქვათ, ცოდნა გვაქვს ამ წუთში ამ დაავადებების მიმართ და განსაკუთრებით ვთქვათ, აი კონკრეტულად ამ შემთხვევაში ალცჰაიმერის დაავადების მიმართ შესახებ, ვიდრე ქონდა თუნდაც 10 წლის წინ, 15 წლის წინ. ამიტომ ეს რაღაც ისეთი თავბრუდახვევი
სისწრაფით მიმდინარე პროცესია და მე ვფიქრობ, რომ ახლო მომავალში ჩვენ გაცილებით უფრო ეფექტურები ვიქნებით ამ დაავადების მართვის თვალსაზრისით. ეს შეგვიძლია ამ კარგოტაზე ნელ-ნელა ფინიშისკენ წავიყვანოთ. აქვე უბრალოდ მინდა ვიკითხო, ცხადია ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში თუ გამოიყენება სკეპტიციზმი თუ არსებობს, საქართველოში მით უმეტეს ამის ხელმისაწვდომობა ამ მედიკამენტებზე არის. და მაინც აინტერესებს ხოლმე ხალხს რა, ჩვენთან მაინც ყოველთვის ახერხებენ რომ იშოვონ, ასე ვთქვათ, სწავლები და რაღაც და თუ არის რაიმე რაღაცა ლეგალური თუ რაღაცა ისეთი გზა რომ ეს მედიკამენტი მოხდეს საქართველოში ისე რომ პაციენტს დაენიშნოს და თუ ყოლია თუ საერთოდ პაციენტი რომელიც ამას იღებს. არა, ასეთი პაციენტი მე არ ყოლია და მე არც გამიგია რომ თქვათ ჩვენ მკურნალობა საქართველოში ჩაეტარებით. მე ვიცი რამოდენიმე ადამიანი რომელიც ამ მკურნალობას იტარებს სხვაგან საზღვარგარეთ. გიქმედიან. ხო, მაგრამ აქ საქართველოში და მე არც ასე ვთქვათ ამ ეტაპზე არც ვისურვებდი რომ ვთქვათ ესე თუნდაც ლეგალური გზით შემოვიდეს ეს პრეპარატი და სადმე მოხდეს ამ, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მკურნალობა დაკავშირებულია ძალიან ბევრ სირთულეებთან, როგორც ლოგისტიკური, ისე თქო, სუფთა სამედიცინო სირთულეებთან, განსაკუთრებით აი მაღალი რისკი, თქო, გარკვეული გართულებებისა შესაბამისად აუცილებელია რომ იქ კვალიფიკაცია იყოს შესაბამისი ადგილზე და არ არის აუცილებლად. კვალიფიკაცია უნდა იყოს უნიშნულოვანესია, კვალიფიკაცია იყოს შესაბამისი. ამ კვალიფიკაცია ასე არ ჩდება ეს ერთი შეხებით ამას ჭირდება მომზადება, ამას ჭირდება კიდევ ერთხელ ცოდნა, ამას ჭირდება განათლება, სწორედ ამაზე დავიწყეთ საუბარი. ხო, პოდკასტის დასაწყისში და აი ეს ყველაფერი უნდა დავიწყოთ განათლებით, უნდა მოვემზადოთ და როდესაც ჩვენ მომზადებულები ვიქნებით, უკვე შემდგომ ამ თქვათ მკურნალობის მეთოდი იქნება თუ დიაგნოსტიკის მეთოდი იქნება, ის უფრო გაცილებით უფრო ადვილად და სწრაფად და ისე დაინერგება, რომ თქვათ შეიძლება ზედმეტი ძალისხმევა არც კი დაგჭირდეს ამისთვის. პირველი პატარა ის ჩვენ შევიტანეთ წვლილი მოგეთ ამ ნაბიჯებში. მე ყველაზე მეტად ის ეპიზოდები მიყვარს, სადაც ერთ კონკრეტულ პათოლოგიას მდგომარეობას ამ პრობლემას განვიხილავთ ხოლმე და შეგვიძლია რომ ესე სიღრმეებში ჩავიდეთ და გავშალოთ სიღრმეებში მრავალი შრე დავინახოთ პრობლემის განსაკუთრებით როცა ასეთი კარგი სტუმარი ასეთი სტუმარი არ არის დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა მოგეთ პატივი იყო ჩვენთვის თქვენი მასპინძლობა და იმედს ვიქონიებთ რომ სამომავლოდაც ვითამაშროლებთ და დიდი მადლობა თქვენ ძალიან საინტერესო ფორმატია და მე აი რომ გავეცანი ამ თქვენ ასე ვთქვათ საქმიანობას მე ვფიქრობ რომ ეს ხშირად არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე ჩვენი თქვათ პრაქტიკული საქმიანობა ხო იმიტომ რომ ცოდნის გავრცელებას ემსახურება პრობლემის რაღაც აქტუალიზაციას სხვადასხვა პრობლემის აქტუალიზაციას და ამის გარეშე შეუძლებელია ესეთი ხარისხიანი სამედიცინო თქვათ სერვისის განვითარება. ამიტომ დიდი მადლობა თქვენ. და ჩვენს კამერების მიღმა შევა ბევრმა ჩვენ მასწავლებელმა და მაყურებელმა არ იცის ამ ჩვენი პოდკასტის აერთი როგორც ამბობენ თემა და პროცესი დაუძარით უკვე რაც გულისებს მიღმა ნუ ეხა ამას აღარ ჩამოვთვლი და აღარ წავიღებ დროს ამით დავემშვიდობთ ჩვენს მაყურებელს დაგემშვიდობებით თქვენს დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის ვთხოვოთ რომ გამოიწერონ ჩვენი გვერდი მოიწონონ ან არ მოიწონონ ეს ჩვენი ეპიზოდი ნებისმიერი ჩართულობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ დავხვეწოთ ჩვენი ასე ვთქვათ სამომავლო ეპიზოდები დაგვიკომენტარეთ თუ რამეზე ყოვლის მომცველად ვერ ვისაუბრებთ შეგახსენებთ რომ ჩვენი პოდკასტი გახლავთ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პროექტი დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე